მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე სამეტი წლიდან ვაკეთებდი რეპს შევეშვიცლებია ვითრევდი ფეხს არც მაშინ არც ეხლა ვდებასებოდი ბევრს მგედია მაგრად ვისწორებ ჩემს ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება ცვეთში რა თქმა უნდა პროფი ვერ იქნები ყველაფერში მიყვარს ეს სტილები ხარ დავმალობნელში მაინც გავაკეთებ ჩემსას რადგან გული ამ დროს პეთქავს თელის 6 საათზე დინამიკებს ხესქავს და მე ამას ვედა მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე მაინც გავაკეთებ ჩემსას რადგან გული ამ დროს პეთქავს თელის 6 საათზე დინამიკებს ხეთქავს და მე ამას ვეღარ ამ ახალი ტრეკი თუ გებები გამთიას ისე მაგრად მეძვენება ვეღარ დავწერას რიას ეს მელოდია წააგავს ჩემს ხალხიას დარდიანს უბაზრო პასიანს მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე მეგავრება შენ მოისმე შეგიყვარდები ოდესმე თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მოგესალმებით ბაჯო ჩაარტყი როგორ ახარ თავად როგორ ახარ თემო აი დავით ანჯე ხან ერთი მიკროფონით ხან ორი მიკროფონით ხან ისე მაგრამ რაღაცა საბოლოო ჯამში გამოდის ხოლმე რა თავარია კაც ქუთაისიდან ჩამოხვიდა რო არ ჩამეწერდა ისე გამეშვი ქუთაისში არ გამოვიდოდა გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ და ეხლა მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი მეგობრული და ისეთი სათნო პოდკასტი გავა სათნო მაგარი აგიტომ ბალიშიც ოდნა მოიწია კიდე ცოტა ბალიშიც მოვიმზადეთ აი ესე რომ მაინც კარგად ვიგზნოთ ჩვენი სპონსორი დღეს როგორც ყოველთვის არც ყავა არც ლუდი არის მაგრამ იმედია გამოჩდებიან და იქნება თემა ის რომ რაღაცა ვთქვათ რომ დღეს ჩვენი სპონსორია ყავა ეს ლუდი ეს ან ასე შემდეგ როგორ ახარ ჩემოწმო კარგად ღმერთის წყალობით დიდი ხანი ერთმანეთს არ გვინახავს და მიხარია რომ აქ შენთან ვარ ეხლა პოდკასტში და მინდა რომ წარმატება გისურვო ამ საქმეში. გაიხარე. სპონსორი როგორც შენ ახსენე. გაიხარე ძმაო, გაიხარე და მე მიხარია რომ ხან რუსთავიდან, ხან ბოლნისიდან, ხან ქუთაისიდან აი ესე ჩამოდიხართ ხალხი რომ ესე პოდკასტში მივიღოთ მონაწილეობა და მოდი მაშინ ჩემი მაყურებლისთვის ეხლა ზოგმა იცის ზოგმა არ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქუთაისის თემაში ვინც უსმენს ეჭვმეპარება რომ არ იცოდეს შენი თემა, იმიტომ რომ წეგან კამერის გარეთაც ვაზრობდით რომ აი უტკუნა ბიჭი მახსოვ ხარ და რაღაცა და იქ კონცერტები იყო ხოლმე თბილისში და რაღაცა ქუთაისი თბილისი ერთად თემები და რაღაცა დიჟენები იყო ხოლმე და მოდი დავიწყოთ საერთოდ ბავშვობიდან ასე ვთქვათ და ნელა მოვიდეთ დღევანდელ სიტუაციამდე აი საიდან როგორ ინსპირაცია ვინ იყო და ასე შემდეგ და შემდეგ ნელა გავხურდებით აბა ხო რა თქმა უნდა ეხა შენ კი მიცნობ, მაგრამ ეს ახლა ვინც არ იცის იმისთვის რომ მოვყვეთ რა ასე ვთქვათ. დაახლოებით ესე ახლა ბავშვობიდან თითქმის მე და შენ ერთი თაობის ვართ ხო ესე გამოდი. მე ვარ 1984-ში დაბადებული. ცოტა უფროსი ხარ, მაგრამ ნუ 90-იანელები ესე ვქვია. 90-იანელები ვართ, ხო და ნუ ახლა ბავშვობიდან ხო ხდები ჰიპ-ჰოპი როგორ დაიწყო ახლა იმით კი არ ვამბობ რაღაც ტრიპაჩულად, ქუთაისიდან წამოვიდა ეს კონკრეტული ჟანრი ჩვენს როკის თემაც როგორც ელექტრონული მუსიკაც. ხო, ნუ ახლა ამ შემთხვევაში ჰიპ-ჰოპზე მაქვს აქცენტი და ნუ ეხლა ვინ დაიწყო, როგორ დაიწყო, ეხლა მე მოკლედ რომ მოყვე პირველი ელექტრონული მუსიკის, აი ესე ვთქვათ, პიონერი იყო ბაჯუ ქუთაისელია, ეგეც. ანუ ეს ბაჯუ ერთი თემა რა. ბაჯუ.
მე უკვე შავი პრინცი ყველა მიცის ზებნილებთა კლანი ასე ვთქვათ. ნუ ეს მოკლედ ვიტყვი, არ გავრცელდები და ნუ ჩემი ინსპირაცია პირველ რიგში ეს ხალხი იყო რა. ჩემთვის უცხო იყო მაშინ ახლა ეს უცხო არტისტები. სოფლიოდ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო არც კასეტები ვიცოდი არ მქონდა, დისკები მით უმეტეს არ მქონდა, არაფერი, ინფორმაცია პატარა ვიყავი რა ბავშვი და პირველი იყო ჩემთვის ეს ქართული ჰიპ-ჰოპი, მე რაც მოვისმინე რა. ქუთაისური ჰიპ-ჰოპი, მე ლაივზეც დავესწარი ერთხელ კონცერტზეც, იქ თეატრებში ტარდებოდა მაშინ ძირითადად. კი ბატონო. ჩემი ინსპირაცია იყო ეს ხალხი რა. თანხმა შეუმოწმო ხო გაგაჩერდეს? კი. შავი პრინცი ზებნილები იყო ჩემი ინსპირაცია ამ სფეროში და სულ მომწონდა რა უსმენდი ახლა პირველ ეტაპზე უსმენდი. არ მქონია ის რომ ცხონებული შურიკა. ხო. ერთ მაცხონოს ნამდვილად პოდკასტში პირველი სტუმარი იქნებოდა ისე გაუსწორებული, იმიტომ რომ რეპის განვითარებისთვის აბსოლუტურად არაინტერესებდა დამწყები იყო, ვინ იყო, რა იყო, თავრე საქმე გაკეთებული იყო და კი, მე ჩემ თავზე გამოვცადე ეგ რა. მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება ცოტა ხანი მაინც და ჩემ თავზე გამოვცადე, რომ თავის საქმეც მაგრად იცოდა და ხალხთან ურთიერთობას და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობას, ანუ აღმოჩენა შეიძლება რა ნიჭიერი ხალხის რა. კი ბატონო, კი. ხო და შესაბამისად, ახლა მე ჩემ თავზე არ ვიტყვი ეგეთ აღმატებით მაშინ ნიჭიერი, მაგრამ მასთან საუბარში ქონდა რომ რაღაცა ერთადაც გავაკეთოთ ესეთი საუბრები იყო, ნუ ვერ მოხერხდა ახლა. ასაგებია და ხო და მეც ანუ ინსპირაცია აქედან წამომივიდა და თავიდან ჯერ მსმენელი ხო ეგრეა რომ ისმენ ყურში გიჯდება თან რო იყო იცი ვერ ვიგებდი რა თემა იყო რა სტილი იყო მაგრამ მომწონდა ფაქტი იყო რა ანუ პირველი იყო შავი პრინცი ესე იგი შავი პრინცი ზებნილები ეს ხარი ქუთაისი სხვა არც ვიცოდი ვინ რას მე მგონი არც არავინ იყო მაგ დროს სხვა იდეაში და მე უკვე რომ დავიწყე რაღაცა იქ მოусმინე იქ მე ხო იცი შემოვიდა რაღაცა ინსტრუმენტალები რაღაცა ბიტები გაიჩნდა იქ საიტი იყო თუ გახსოვს შენ გემახსოვრება რა თქმა უნდა მუსჩი კი მუსჩიზე იდო ხოლმე ჩემი რაღაცებიც მე რო დავიწყე მან დიდებოდა და თან მან გავჩითე რაღაც ინსტრუმენტალები ბიტები რა ცნობილი ემინემის 50-ის ოღონ იმენა ცნობილი ბიტები რა დრო იყო ხო აბა ხო და რაღაცებზე მაგას დავიწყე ჩალიჩი რა ჩემთვის ხო იცი ბავშვურად რაღაცა უნდა რაღაცა თან ცოტა მაშინ სხვანაირი გაგება მქონდა ეხა უფრო სხვანაირად ფიქრობ იმ განმასახედიდან და სად რა პირველად მე დავიწყე გარკვევა რომ სად არის ხა ქუთაისში სტუდიაც არ ვიცოდი რას ნიშნავს ეს რამე წლის ახალი პერიოდში 14-15-ის აი გაგრას მეც პერიოდში დავიწყე ხო ეგ პერიოდია 2008 წელი რაღაცა წლამდეც და დავიწყე მოძიება რა სტუდიის ყველაზე ხარ ახლა ანუ მე შორიდან მსმენია რომ ეს სტუდიაში წერება ეს ხმა ისე ხარში ვერ ჩაწერო რა ეხლა ქუთაისში თბილისში იმ დროს უკვე იყო რა თქმა უნდა სტუდიები იმიტომ რომ რადიოებიც მოიხო და რაღაცები ქუთაისში ძალიან ისე და მე ნაცნობების ასე თქვა და ახლობლების მოძიებით გავარკვიე რომ არის ესეთი სტუდია ორფეი ასე იყო მაშინ თბილისშიც იყო და თბილისში მეწვევი ხომ გიგაპოენტაზეს და რუსთაველზე თბილისში ნახე თბილისში იყო ქუთაისში ვისიც იყო იმის ძმის იყო თბილისში ძმები იყვნენ რა გოჩა კი გარდაიცვალა ეხა და ზაზა ლომთაძესთან წერდი მე მან დავიწყე და ანუ ეგ საერთოდ ქონია ესე იგი მე თბილისში წერდი ხომ ორფეში გოჩა თბილისში იყო კი ზაზა ერთად თავიდან თბილისში გახსნეს გონი მე ზაზა გააკეთა ნუ დიდი ხანი ამ სფეროში არიან და 15 წელი დავყავი მაგ ადამიანთაც მაგასთან ვაკეთებდი ყველაფერს რა და ვაფშე პრინცი ზებნილები ისინიც მასთან აკეთებდნენ ქუთაისში პროდიუსერი იყო ჩათვალე ის ადამიანი მათი ხო იმ პერიოდში ასე ვთქვათ ჩაწერის კუთხით ხმის ინჟინერი ხო და ეს ყველაფერი აი როგორ აგიხსნა რა დაუჭირე მუღამი რა ნუ ჩემებურად ეხა რაღაცნაირად მე რასთან ვცდილობდი რომ რაღაცა ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოგცეულიყავი ხო იცი ხა რაღაცას რო იწყებ და ვიღაცებს უსმენ და ინსპირაცია ხდება შენი გინდა არ გინდა რაღაც გავლენის ქვეშ ექცევი კი ბატონო მაგრამ მე ვცდილობდი რომ აი გავლენა აღარ მქონოდა და რაღაცა ჩემი პირველი ტრეკი თუ გახსოვს მაგალითად აი რა დაწერა და რაზე იყო მიდევს კიდეც ინტერნეტში ხო და რაზე სიყვარულზე ხო არის პირიქით ხო პროტესტი და გეტყვი არა ნახე პირველი ტრეკი რომ მივიდა სტუდიაში რაღაც ქონდა ბავშვური იმით რომ აი ქუთაისზე და რეპზე რა თემა ქუთაისური რეპი აი გავლენის სფეროში ვიყავი მაგ დროს და იქ იმ დროს დამხვდა ზებნილების წევრი ინდროინდელი ბებერი რეპერი და მისამღერი დამიდო ექსპრომტად იქ საით არის ხო არის რამოდენიმე დღის უკან საქართველოში იყო ჩამოსული მე მგონი ისევ დაბრუნდა ისე ზოგადად საფრანგეთში ცხოვრობს დიდი სიამოვნებით მოგიწოდით ჩემო ძმაო თუ უყური და თუ ხმას მიაწვდენთ კი მიწვდენა შემიძლია თუ იქნება აქეთ იმიტომ რომ ზოგადად ვიცი რომ ხო ვიცი რომ საფრანგეთში ცხოვრობს ამჟამად ოჯახთან ერთად საერთოდ სხვათა შორის
Beyoncé-სთან სექსი მინდა ტრეკი რო ჩაწერილი მქონდა და დღესაც ძალიან მაგრად არის გატრენდილი TikTok-ზე. ძალიან ხშირად გქონდა ხოლმე ბევრ სატვირთული და ეწერა ბებერი მიწერილი ქონდა და მინდა იცოდეთ რომ ბებერი საერთოდ ჩემი არის, მაგრამ სტილისტურად რაღაცა თითქოს შეიძლება. ხო, იყო ეგ თემა. ხო და ესეთი თემა იყო რა და რავი იმის მერე იმდენი ხანი გავიდა. ეხლა მე ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ ვთვლი რომ ბევრი რაღაცა კიდე მაქვს საკუთარ თავში დასახვეწი. უბრალოდ რაღაც გარემოებებმა ცხოვრებისეულმა რაღაცეებში დამასტოპავა რო იტყვიან რა დამაპაუზა და ისე ვერ განვითარდი როგორც შესაძლებელი იყო და როგორც ვთვლი რომ მქონდა რა რესურსი. ანუ რა კუთხით განვითარებას რა კუთხით რომ ძალიან ცნობადია რა ხარ. არა, ცნობადობა მე საერთოდ არ ვეძახით ცნობადობას განვითარებას მithute საქართველოში. ხო. მე გულისხმობ სტილისტურად, მუსიკალურად. მithumes რაც გაადვილდა ყველაფერი და სოციალური ქსელები არის, არავის მიწვენა პრობლემა არ არის და 10 წამიან ვიდეოთი გახიტი და შეიძლება დღეს. ხო და უბრალოდ მე ვიძახით ჩემ თავში როგორც არტისტი რა. ხო. უკეთესადაც რაღაცა შემეძლო სხვანაირადაც წამეყვანა ეს მუსიკალური კუთხე რაღაცები, მაგრამ ბევრმა რაღაცმა შემიშალა ხელი, ხა მაგას აქ ყველაფერს ვერ მოყვები, მაგრამ რაღაცები შეიძლება მაინც გაშალო პოდკასტია და საინტერესო იქნება ადამიანური კუთხე. ადამიანური მხარეც. კი, უფრო ჯანმრთელობის პრობლემებმა შემიშალა ხელი ბევრ ამაში, მაგრამ საერთო ჯამში მაინც არ ვნებდები დღემდე და ენთუზიაზმით ვაწვევი ბოლომდე. როგორც მე. ხო, კი, როგორც შენ და ტრეკიც კი მაქვს გაკეთებული ენთუზიაზმით მე ესე პირდაპირ რომ უბრალოდ რა მე ვთვლი რომ ადამიანი რასაც აკეთებს საქმეს პირველ ეტაპზე მინიმუმ დასაწყისში თუ მარტო იმას ვთვლი რომ მithumetes ჩვენთან რომ ამით მე უცებ ანუ მაყუთი უნდა გავაკეთო მე ვთვლი რომ ამით დიდხანს აქ ვერ გაგაჩავ მალევე დაანებებ თავს მე აი ზუსტად ენთუზიაზმი მქონდა და მუღამი მქონდა და რაღაცა მიყვარდა რა რასაც ვაკეთებდი როგორ თქვა ჟარგონოდ кайფობდი რასაც ვაკეთებდი იმით და ვაფშე თავარია სხვა რამით რო არ кайფობ თავარი ეგ არის ეგ შორს ჩემგან ეგ ცუდია ეგ შორს ჩემგან და საერთოდ რომ არ ვეწევი და არაფერი მეგობრებმა ხუმრობით პატიოსანი რეპერი შემართა რანაირი რეპერი შემართა ხო და აქედან გამომდინარე დღემდე არ დამიკარგავს ენთუზიაზმი მაგის თქო რა უბრალოდ რაღაც დროები შეიძლება არ მაქვს იმდენი ისე ვერ ვაქტიურო როგორც არის თუმცა ესე ჰორიზონტიდან თვალ არ გამქრალვა რა ხო არა, იმიტომ რომ მე მახსოვს ადრე უფრო მეტად კიდე ხო აქტიური იყავი უფრო მე რაღაცა ცოტა თქოს შეჩერდი მე თქოს რაღაცები ისევ გააკეთე აბოლო დროს ეხლა ვნახე მეოთხე დასის ხალხთან ერთად ქონდა ეგენიც ვეღარ მოვიყვანე კავშირ საბოლოო ჯამში ან მე უნდა ჩავიდე ქუთაისში ან ეგ ხალხი არ გოიქნება ერთად არ არიან დახმარებიან ცოტა ზოგი თბილისში ეხლა ბიჭები ზოგი ქუთაისში ან თითო ან ორ-ორად მოკლედ ხან ხუჩა ხარეშვილის სტუდიიდან მაგის ბიჭი ხო არის ხარა რეპერი რო არის საბა მგონი ხო საბა კი კარგი ბიჭია ძალიან მოგითხვა და ხანიქიდან შეუთვლით ხოლმე იმ დღეს ჭია და საბას პოდკასტი მქონა ერთად და ხანიქიდან შეუთვლით ბიჭებს რომ აბა მინდა რომ პოდკასტში იყო იმიტომ რომ მინდა რომ ყველა მხარე გამოწვოთ ჩემთან არის ხოლმე მხარე ეს იმისიანი ეს ამისიანი პოლიტიკოსები ხო არ ვართ მაგრამ მინდა ხოლმე რომ ქუთაისიდანაც თბილისიდანაც იქიდან აქედან იცი რა არის ეგ თემა რომ გავშალოთ ასე ვიტყვი მე ესეთი აზრი მაგრამ არა ვართ ჯერ ბევრი რა რამდენიც არ უნდა იცოდე ზოგადად რას ფიქრობ მაგ თემაზე აი პირიპისტები მოდი ესე ვთქვათ პოდკასტი ისე თემაა რომ სხვადასხვა თემებზე შეიძლება გადახვიდე განმოხვიდე ეხტუნაო და ხო მაგაზე არა ხო ჩეკ გამიზა მე არ ვაპირებიც და უმოქმედო და სე უაზროდ გავიდეს წლები ჩემი ყოველდღიური რაციონია მუსიკა და მისი თვიკვებები თუ ვერ ხვდები არც არის საჭირო შენგან დაფასებას არ ველოდები ბოლომდე გავიტან იმ კედელს რომელსაც ყოველდღე წინ მიშენებ მტრები ქალაქს ყოველთვის სიჩუმე მოიცავს თუ თავად შენ არ ახმაურდები ვერაფერს მიაღწევ ერთი ადგილის კეპლი თუ სოციუმს დაემონები თუ წინ სვლაში გიშლიან ხელს მაზიკინის მსგავსი დემონები ალეს ეხმლები ნუდანებდები და ხოცე კეთილი ლუციფერები ჩემს გარშემო ბევრია კეთილი ცხვრის წყავში გადაცმული მგლები მათ სიტყვაში სიმართლის მარცვალი არაა თავიდან ბოლომდე ბლეფი მათი სინათლე იმაზე ბნელია და შავი ვიდრი არის ედი მერფი ჩემთვის ძალაა სიმართლე მაგრამ ფაქტია მათი ტყუილია კერპი ხო და მაგას ვამბობ რომ ზოგადად შენ როგორ უყურებ მაგ ყველაფერს აი დისკულტურას და თუნდაც PvP-ის თემას და დისებს იქიდან აქედან ხო ბიჭებთანაც გქონია ხო უფრო დასელებთან იმიტომ რომ მაგათთან უფრო მჭიდრო კონტაქტი მაქვს მაინც ქუთაისელი კაცი ხო და ანუ სანამ ბიჭების დაიწყებდნენ იმ დროით მანამდეც ვიცნობდი რა მათ და მაქედან გამომდინარე ვამბობ რა ეხლა გეტყვი ჩემას მოკლედ იქნება თუ უბრალოდ PvP-ის რაც შეეხება ჩემ აზრს ვიტყვი თავიდან რომ დაიწყო აკაპელა რა აკაპელა ბეთლები რო იყო და თქმა უნდა ეხა პირველ სეზონმა ჯერ პროსტა ინტერესი იყო ყველას ხო არ იცოდით ახალი იყო და რა თქმა უნდა სხვათა შორის გეტყვი
აკაპელა ბეტლებში ყველაზე კარგი სეზონი ჩემი გადმოსახედიდან პირველი იყო მაინც. მე თან შევამოწმებ ხოლმე? ხო, კი. პირველი იყო ჩემი აზრით. კი ბატონო. და ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა კიდევ განმეორებით სხვადასხვა არტისტების გამოსვლა და მომწონებია. აი შემდეგი იმდენად არა. ისე მათ ყველაზე მეტად თუ მოგეწონა ეს სუთავიდან პირველში. დასაწყისში ხო? ქურუმი. ძალიან. კი, იყო ის ახალი. აუ ძალიან მომწონს. პელე და ქურუმს ჰქონდათ ხო ერთად? კი, ძალიან მომწონს მაგ ადამიანი და მეთვლურად უნიჭერესი კაცი. ეხლაც რა მაგრად აკეთებს. კი, აი ძალიან. და სულ ვითარდება. კი, აი ძალიან მე პირადად ძალიან მომწონს და როწერს რაღაცებს და დებს ლაივ ნაბაზრს რაღაცებს, მაგასაც უსმენ. ხო, იმიტომ რომ ჩემთან უფრო რაღაცები მოდიოდა მისი იქ ვერსები ახლოს რა ვიდრე სხვისი. ხო და რაც შეეხება აი უკვე BPM-ი რო იყო პირველიც რა თქმა უნდა და მაინტერესდა მაგას ადრესს მომდი BPM ბეტლი ალბათ უფრო გაასწორებს თქო. ვიდრე მარტო აკაპელა. ხო. და მაშინ მახსოვს ამას გავიხსენებ და Skyres მოვიკითხავ აქედან. პირველი სეზონი რო იწყებოდა Skyres-ი გაიჩნდა ქუთაისშიც, მაგაც იყავს ქუთაისელი და მოვიდნენ ჩემთან რა ისე გამომიარეს სტუდიაში, გავიცანი და მან მაშინ მომასმენინა ეს პირველი ვერსები ის მოსკასთან რო ქონდა. ანუ და დამაინტერესა რა, პირველ სეზონს ძალიან წყალივით უყურე რა. აი შემდეგ სეზონებზე თვალს ვადევნებდი, მაგრამ გულწრფელად გითხრა, რაღაცები ჩემთვის არ იყო ისეთი. ჩემს ასე ვთქვათ, სუბიექტური მასში არ ჯდებოდა რა, პიროვნული ხასიათი და დიდად ვერ უსმენდი და ახლა ეს ახალი რო დაიწყო, ნახოთ. პირველი ვნახე. შეიძლება ითქვას გაგიტრუხდა და მაგიტო, თუ უბრალოდ ის ინტერესი იყო პირველი სეზონი, მე გატუხდა შემდეგში რაღაცა იყო ისეთი თუ? ხო, რაღაცა როგორ აგიხსნა იცი? თუმცა ბიტებით და რაღაცებით, გადაღების კუთხით და ბევრი რაღაცით ტექნიკურად არ ვიხები არანაირად პირიქით. და უფრო ყურებადი გახდა ვიდრე ადრე. კი, მაგაზე ორი აზრი არა, ეგ და კიდე რა იყო იცი? ბოროტი უნდა ვიყო რომ ეგეთი რამე თქვა. ამ ამოჭრებზე და იმაზე იყო კიდე მთელი ამბავი ხო, რომ რამდენად უნდა იყო. ახლა მე მაინც ჩემი აზრი მაგ და ძალიან ბევრმა დააფიქსირა, რომ ის არის პასუხისგებლობა მაინც ეკისრება იმას, მაგალითად, ვინც იძახის იმ თემას, რასაც იძახის თორე ხა, რომ ამოუჭრი მაგით არაფერი არ შეიძლება იმ კუთხით, რომ YouTube-ზე შეიძლება მაგარხზე არ დაიდოს, მაგრამ TikTok-ზე. კი. და სტუდიური ვერსიები პლატფორმებზე, ხო, იდება უკვე და ის მაინც იმის პასუხისგებლობაა ვფიქრობ და არ უნდა ამოიჭრას, მე მაინც ვფიქრობ, მაგრამ ნუ ყველას თავის დამოკიდებულება აქვს. იცი რა არის ხო, თუ ამოსაჭრელია მაშინ აღარც უნდა ისა რა ქვია მანამდეც აღარ უნდა იყოს რა ანუ მაგას გულისხმობ იმიტომ რომ არტისტი ხა მაშინ მე მახსოვს ვისთან იყო ის ბიჭი ბანი ნიკესლოვ და ბანი ვისთან იყო რომ თქვა რომ ამდენიო ვიშრომეო რა წერეო რამებიო და ხო ამომიჭრეს მაინც ანუ ესეც რა თქმა უნდა მისთვის ის არის დისკომფორტია ხო არტისტის ახლა მე თქვა და წერ რაღაცას და აი თქვა უცებ გაგიშვა 5 წუთი და 1 საათს ხო იმის ნახევარიც არ არის რაც მე თქვი ცოტა ეს მაგას ჯობია მაშინ თავიდანვე რაღაცები შეთანხმდეს ხო ხტები თუ მაინც არ არის მისაღები და ჩემთვის ბევრი რაღაცა მანდ არ არის მისაღები და შესაბამისად ისე მე ახლა ბევრი შეიძლება ამის გამო ჩემი აზრის გამო გამაკრიტიკო მე არ არის პრობლემა მაგრამ მე რას ვამბობ რომ პირველ რიგში მას ვამბობ რომ მე პირადად ახლა ქუთაისიდან ვიღაცებს მოუწერიათ ხო მოუწერიათ მსმენელების კუთხით რომ აი თუ გამოხვალ შენს რატო არ გახვალ უბრალოდ არ არის ჩემი პროტოტიპის ასე თქვა ტექსტილი არა ვარ მე ბეტლ MC რა ბეტლ რეპერი არა ვარ პირდაპირ ვამბობ რა გულახდილად და თავდაპირველად რა მე უფრო მირჩევნია აი სტუდიურად რაღაცა ვიმუშაო უფრო კომფორტულია ჩემთვის და ამიტომ მე იქ არასდროს არ ვუხდები ან თორე რატო არ შემეძლო თქვა მეცადა რა უბრალოდ არ არის ჩემი თემა და ვსიო თორე დანარჩენი ძმაო წარმატებას უსურვებს სული და გულით მაგ პროექტს რა ვიცი ბევრი ახალგაზრდაც გამოჩნდა ნიჭიერი და იმიტომ ქუთაისელი რეპერი არის ზოგადად მანდვინ მე ძირითადად მეგრელები არიან რასაც ვატყო რა შევატყე ძირითადად არ არის და მაგიტომ ხო და ქუთაისელი ახლა რომ ფიქრობდი გეტყვი ახლა არავის არ ეწყინება გეტყვი არავის არ ეწყინება და თუ ეწყინებათ მათი პრობლემა ქუთაისში ახლა ყველაზე აქტიური ქუთაისიდან ახლა ვიძახი ამ ეტაპზე რა დღევანდელობით ნუ მე-4 დასია და მე რა გულისხმობ აი უფრო ჩანვართ ქალაქიდან არიან ის კიდე ბოდიში შეიძლება გამორჩა ერთი ბიჭა ქურუა ქუთაისელი ისიც ეს რამოდენიმე ვართ მოკლედ რა ხო აი ბევრი არა ვარ ძალიან ცოტა ადრე იყო ხო ყველა რო ქუთაისიდან იყო რა აღარა იგი ხო და შესაბამისად ეხა იქ არც მეგავს ყოფილვარ არც დასის ბიჭები და არც ის ადამიანი ქურუ ახსენე ხო წერან ხო გითხარი და ესე ნუ ინც არის ვინც გულისხმობ უფრო ჩანან და იცის ასე თუ ისე მსმენელი ხო და შესაბამისად იქ მეტი ქუთაისელი ხო არა ზოგადად არც ახალბედა არც არავინ ესე არ ჩანს ქუთაისელი ხალ დავფიქრდი არა ყველა მხრიდან ვქენ და ახლა შეიძლება ქუთაისელი თუ არის რომელიმე იქიდან რომელიც უბრალოდ ქუთაისელია წარმოშობით მაგრამ აქ დაიბადა გაიზარდა და ეგ არ ვიცი ხა მაგრამ უშუალოდ ქუთაისიდან რომ ესე წასულიყო და იქ ერთადერთი თაირო
შენ გყავდა საერო კერო მეც მახსენეთ იქ ეგ ბიჭია თუ არ ვწები ხონიდან არ ახსენა საიდან არის დასავლეთიდან არის ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არის უბრალოდ ქუთაისიდან არ არის უშუალოდ თორე მე მგონი ხონია თუ არ მინდა შემეშალოს ეხლა და რომელიღაც რაიონი ქონა დასავლეთიდან არის ყოველ შემთხვევაში ეგეც კი ეგ ბიჭი ჩვენი მხრიდან უფრო იმერეთიდან არის ანუ მაგას ეხლა ეს ორი კაია რო გამახსენდა ეს ორი ბეთლიო დაიდო ეხლა როგორ მოგეწონა მეორე არ მიყურებია სიმართლე პირველი ნახე სკაირესის და კონტრასი შენ რა აზრის ახალ მაგას სკაირესიზე რო ვიტყვა მოკლედ ბევრად დახვეწილია წინასთან შედარებით უფრო ისმის კიდევაც ხო იმით კი უთხრა მე მკიდიაო შენ დიქციაო მე მაგალითად დიქცია არ მკიდია და იმიტომ გითხარი წერანაც იმას რო წერდი რომ არ მომეწონა რაღაც მე არ მკიდია დიქცია პირიქით მე უნდა მესმოდეს რას ბაზრობ რა მაგრამ ეხა ბევრად უკეთესი იყო ჩემი განმოსახედით ხო და ის კონტრა მაგალითად პელესთან ბეთლში მომეწონა აკაპელა რო ქონდათ არა ისე კონტრაც მაგარი დახვეწილია ან ბეთლში მომეწონა პირველად მაგას რომ ამ ძველი თემიდან მაგალითად და ეხა ახალ თემაში რომ ზოგადად რა არის იცი იმდენად გაგიცივდა ყავა ჩემი საცივი ვიყავი აუ შენ ცივს ჩემი საცივი ის შენი იყო ცხელი სულად ორ მაგარი გამომივიდა ხო და აი იმდენად სტრაფად ვითარდება ზოგადად ეხლა ეს შოუ ბიზნესია რომ რეპერობის კუთხით მე ხარ რომ მახსოვს მაგალითად 90-იანებში მე 2000-იანებში და ასე შემდეგ ესეთ დონეზე არ იყო ანუ ეს ხელმისაწვდომი ყველაფერი ეხლა ინფორმაციული წყარო არ ქონდა ხელის გულზე გაქვს ყველაფერი ყველასთან შეგიძლია კონტაქტზე გახვიდე და ასე შემდეგ და აი შენი აზრით საბოლოო წერტილი საით იქნება ხა მაგალითად ადრე იყო რომ ლირიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დღესდღეობით თითქოს დრილის თემაა და უფრო რომ აბაუნსონ ხალხი და ლირიკა შეიძლება მიექცეს ან არ მიექცეს იმდენად ყურადღება ძალიან ხშირად ხდება ასე და ბოლოს შეიძლება პროსტა იქნესონ და всё მაგით დამთავრდეს მეთქი ანუ იქ უცხოეთშიც რო უყურებ ანუ ხო ხტები ტიპები ანუ მაქსიმალურად აკეთებენ ისე რომ იყოს საცეკვაო განსაკუთრებით ასე შემდეგ და ტექსტი მინიმალური ან ტექსტი თუ იქნება შეიძლება აზრი იმდენად არ იდოს. კი, ძალიან. და შენ საითად ხო საით მიექანება ეს თემა როგორ მიექანება? შენ ზოგადად სტილისტურად თუ აპირებ კიდე სხვანაირად შეიცვალო? გეტყვი კი, როგორ არა. ნახე, შენ რას თქვი ახლა? რაღაცა იქ უფრო ისეთი თემა ტრენდივით გახდა ხო მუსიკა. არა ის TikTok-ისთვის წერენ რომ კონკრეტულად TikTok-ზე გავარდეს და მე არ არის ფართომასებზე აღარ თვლიან რომ აი მაგათად მე ვაფასებ ძმაო უცხო ელატისტებიდან გეტყვი დღემდე ვაფასებ კი არა მიყვარს და გიზდები ემინემი და რატო? რატო გეტყვი? ხუდინი არ დაგევასა მაგარი გაა. მაგრამ რატო გეტყვი? ანუ ტიპი ხო მიყვება აი არ ჩამორჩა. კი. და თან როგორ მიყვება? იცი არ კარგავს თავის იმას რა. ანუ ლირიკასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტექსტობრივად. ახლა რა ტექსტები აქვს და როგორ წერს ეს ყველა მიცით. და ყველანაირად ისე ფუთავს, ფურორებს ახდენს ტიპი როდებს რა. ანუ ბეთლშიც მაგარია, ისეც მაგარია. ხო და ანუ წამოვიდა ეს ახალი სკოლა ხო, რაღაცა ახალი ჟღერადობა, ახალ ჟღერადობას ქმნის, მაგრამ ძველ ვაიბს არ კარგავს რა. მე ასეთ რაღაცას უფრო ვაფასებ და მართლა მარტო ბრ ეს არ არის ჰიპ-ჰოპი. ვაფშე მე ასე ვთვლი რა. ხო, გასართობი თემა არის, ხო. არ გარტობას პარამია, მაგრამ მე ვერ მოусმენ, ვერც მანქანაში ვერ მოусმენ მსგავს. ჩემი პირადი გემოვნებით ვამბობ და ვერც ვერ მოусმენ. შენ რაღაცა ლუდი არ მოგეწონა? სულ ნენელა. არა, იქნება არ მოგეწონა მეთქი. ხო და ამიტომ მოსაწონმა ლუდმა დაგვაფინანსეთ, დაგვასპონსორეთ, რომ თქვა ხოლმე რომ აი რა მაგარი ლუდია რა მაგას. ხო, ჩაგეკრა, მე ცოტა. ხო, არა, საერთოდ ლუდს არ ვსვამ. ხო და ესეც ახლა ისე რა. შენ ყავა არ მოგწონს ეთქვა. უკეთესმა ყავა რო დაგასპონსოროს არ მინდა. ბაზარი არ არის. უკეთესმა ცხელმა რო ესე არ დამახოლოს ხოლმე ზოგადად ბრონხები ძალიან სუსტი მაქვს და მით უმეტეს, მაშინ შენ ცხელი ყავა გესინა. ხო, მაპატიეთ რომ ესე ხელი. მარტო თავისთვის აიღო წეღანა ქვია. ეხა შარაუთით როგორ ქვია მაგას, გაუკეთოთ ბანის, მაკოფე რო ქვია, ტრეკს. აუ მე მაგრად მიყვარს. ხო და მაკოფე ხო დალიეწერა. კი, მაკოფე. ტრეკი გიყავს და მაკოფე. მაკოფე. მეთქი ხო და ბანის ტრეკი რო არის მაკოფე, ხო? მოსმენელი მაქვს და ნახე. და ეგ ვინც გააკეთა, ეგ ინსტრუმენტალი აზრაელი მყავდა კაკრას ეხლა ხანს პოდკასტში. კი, ნახე. და შეხედე მაკოფეზე გეტყვი რა. იქ რახან ეს თემას რომ მოვჭეთ თან ბანის რო იქ ვიღაცებმა ჩაურყეს რომ უხარისხო მაკოფეო. საერთოდ არ არის უხარისხო. თან მწვანე ძალიან მაგარია, ნუშის გემოვაკ. ასე რომ მაკოფე დაგვირეკე. ტალახიანს. ყავს მე მაკოფე მირჩენე. მაკოფე დაგვირეკე. ასე რომ მაგ თემაში ბანის თან ვარ რა ბოლომდე.
კი ბატონო, მაკოფე დაგვირეკე, არ მეწყინება. ეხლა რაღაცა ცივიყავი კიდე. ბანის მამას ვიცნობ ეს შორიდან ეგ ხვადრე. ბანის მამა შორიდან კი არა, ძალიან ახლოდან ვიცნობ. მე არ ვიცნობ, ძალიან ახლოდან. უბრალოდ ცოტა შორიდან ვიცნობ და ბანის პირველი რაუნდის რო იყო ახასთან პირველ სეზონში მამამისთან რაღაც პატარა მიმოწერა ჰქონდა და მეთქი ძალიან იჯერშვილი ყავს თუ ეს ერთი უთხარი. ბედინას მაგარი ბრატია. კი, ეგ ვიცი რომ პანტერები იყო და სტი. პანტერა, ხო, კი. და მან და სხვათა შორის მან იყო და სხვათა შორის ჰქონდა მიმოწერა ჯერ კიდე უცხოეთში რო იყო რომ მე მასე ახლოს არ ამწყდა. იქნებაო რო ჩამოვალო, მოვიდეო რა პოდკასტშიო რა. ხო და მეთქი ბაზარი ვაფშე მამაშვილი გაიჩითოთ ვაფშე მაგრა გაასწორებს თქო. ორი თაობა. და ბანისთანაც, რა ვიცი, გავჩი ერთი 3-4 ჰქონდა უკეს მიმოწერები და რაღაცნაირად ვერა და ვერ არ ვიცი დაემთხვა რომ ხო. ეს ხდება ხოლმე, კი. ხო და მოგესალმებით ზვიფოსო YouTube მაყურებელო. ჩვენ ვიყოფებით ახლა K-ბუში, ხო სწორად ვიძახი? K-ბუ. ახალი ობიექტი იხსნება. მე დავიწყებ ჭამას. კი ბატონო, ბარნოვის 86. ახლა როგორ მოგწონს? აბა მითხარი გამიზიარე, ხა? შენი ჯერ მითხარი რა გჭა? გემრიელი არის, მაგრამ რა გჭა? ეს არის საფირმო ბურგერი. რა შეიცავს? K-ბუ ქვია ამას ბურგერს? K-ბუ სახელი აქედან მოდის. ინსპირაცია იყო ქაბაბ ბურგერი. ხო და მოკლედ ჩემი აზრია ასეთი სამსახურის ემსახურება და კი რა, PvP-ის თემაზე ეს არის ჩემი აზრი, ხა რაც ჩამოვყალიბე. ეს არის ჩემი კომენტარი. ხო და დისების თემასაც გიტყვი რა შეიძლება. მე დის საერთოდ მე პირადად ვიტყვი და იქ ბიჭებთანაც შემენთან მქონია პირადში რომ მე პირადად დის სისტემას ვიმხრობი როცა შემოქმედებითი კუთხით უფრო არის. შენ ეს პერიოდი გემახსოვრება, გახსოვს ცენზურა, წყონებული კაზიჯაზი და მე ვითომ რაღაცა ბიფი რო ქონდა ხოლმე და რაღაც თემები. გახსოვს ეს პერიოდი? მაგარი კაცი იყო კაზინო ერქვა მაშინ, მე კაზიჯაზის სახელით და ეს ორი კარგი ადამიანი დაგვაყდა პრინცის და მისი სახით. ხო, კაზიზეც ისეთი მოულოდნელი იყო მართლა. კი, აუ, ეგ შოკი იყო. ხო, ძალიან. ახალგაზრდა არ ვიყარაგებთ ეხლა რა თქმა უნდა მაგას. ხო და რას მოვაყოლე რა, იყო იქ პერიოდი, რომ დღეს ერთმა დამიკომენტარა, რომ მახსოვსო თქვენი თემებიო, რომ ადრე ერთმანეთში ბიფი ქონათო და ანაი ბიფი არ ქონდა. ეხლა რაც ხდება ხოლმე დისაობა და რაღაცთელი თემები, ეხლა კი უბრალოდ სერიოზულად უყურებენ, მაგრამ მაშინ არ იყო ისეთი რაღაცა, მაშინ იყო რაღაცა დაბადების დღეზე თუ ჩაუწერით ერთმანეთს და ვითომ რაღაცა გადაკრულს ვიტყოდით და რაღაცა. არა, მე გეტყვი რომ თორე არ იყო ეს ის რომ რაღაცა უნდა დაუწეროთ ის, მე ვთვლი რომ შემოქმედებითად აი ვინმე რო დამიწერეს. დისი რო ჩამიწერეს, არ დაივიწყო დისი რო ჩამიწერეს. თოკაფეს ვეშებზეო პრესი მეტკინეო და კაზირობაზრობდა. მაშინ ვიყავი თიანეთში, ვისვენებდი რა იმ წლებში და რაღაც ესე დაემთხვა. დაჟე დამირეკეს და ჩემი დაბადებაზე ახლოვდებოდა 31 მაისს ამაგე და დამირეკეს რომ ნახე რა დისი დაგიწერეთ დაბადების დღის საჩუქარიო და დაიდება მალეო და ხა ადამიანს თუ შენი შეურაცხყოფა უნდა და ცუდი პოტი და რაღაცა მაგას კი არ იმას გიზავს ხო? და არ ეგეს მომიკითხეს რაღაცა, მე აქეთ დავიტო მიუძღვენი და რაღაცა და იყო ხოლმე რაღაც ეგ თემა, მაგრამ დღესდღეობით ძალიან დაიდება. შემოქმედებითი კუთხით მე მივესალმები ხანდახან რაღაცა, ოღონდ ხშირადაც არა. ჩვენ არ ვძაბავდით ხოლმე. არა, არ უნდა. აი, მეგობრული, რავი, დისი თუ რა დაურქებას და ხადავის დონეზე იყო. ეხა მე რო თქვა შენ გითხრა თუნდაც ტრეკში რომ თქვა მე არ მომწონს შენი ფლოუ, ძალიან ცუდი დიქცია გაქვს, ან რაღაცა. ეხა ეს არის ჩაოლებრივი შემოქმედებითი თემა და არ არის არც შეიძლება რაღაცა მოხდეს შენ გულზე, მაგრამ შეურაცხყოფა ეს არ არის მე ასე. ხო, შენ ხوارება რომ შენ არ მომწონს რა პიროვნულად. რაღაც აი მივიღაცა მეტყვის რომ შენი ხმის ტემბრი არ მომწონს, ცუდი გაქვს. ამის გამო ეხლა რა, ანუ მართალი, ხო. ლოგიკურია რა და ეხლა პიროვნულად არ ვიცი, ეხლა მე სხვების საქმეში ხო იცი არ ჩავერები რაღაცა, ყველას თავის არ ვიცი, მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს რომ შემოქმედებითად, თქვა მივესალმები თუ თქვა იქნება რაღაცა დისკულტურით, მაგრამ საერთოდ არ გჭირდება მე თვითონ გითხავ საქართველოში არანაირი დისკულტურის განვითარება რა. ჯო პატარა ერი ვართ გაიგე რაღაცნაირად. ბეთლშიც არის რაღაცეები, იმიტომ ვახსენებ რა, რომ არის რაღაცეები, სადაც ზღვარი შეიძლება რომ უფრო დაიცვან და უფრო სასიამოვნო მოსასმენიც იქნება. ხვდები რას მომბობ? ჩემი აზრი ეს პირადი არავის არ ვახვევ თავს, ვინც მოისმენს ამას. ბოლო ბეთლზე სხვათა შორის თქვა რუსიამ რომ მე არ მიყვარს ხო ბილციტყვაობა და არც მე 300-იან ორგანოზე მაქვს საუბარი, ძდილობიან თვითყვი, ზაფთები გამომივიდა მგონი უკან ეხა. მეც რო არ ახსენოთო სიტყვა სლე და მზე ესე ვახსენებ. სლე და მზე და ერთმანეთს ესე არ მეყო ჩოროწყობა და უფრო ლამაზად თქვა თუ რაღაცეებიო, უფრო კარგიაო და ფიქრობ რომ ადრე უფრო იყო ეგ თემა და ეხლა კიდე რაღაცეებში უფრო იხვეწება და მე მგონი ფიქრობ რომ მართლა შეურაცხყოფის გარეშე
უფრო ლამაზიც არის რაღაცნაირად. უმეტეს ნახე ქართველებს ქართული ენას ძალიან დიდი რესურსია. თუმცა არ ძალიან ჩარჩოებში უნდა ჩარჩეს თუ ბეთლს ვეძახით, მაგას. არა, ახლა ჩემი ძმა ხარ და გენაცვალეს ვერ ეტყვი, ეგ ლოგიკურია, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ჩარჩოებში ჩასვაც. გულისხმობ უბრალოდ იმას, რომ მით უმეტეს აქ ახლა ახალი სეზონი რო დაიწყო, ხო, ნახე მონაწილეები და უმრავლესობა იქიდან ერთმანეთს ხარ იცნობს, ვიღაცა მიქვა იცნობს, ერთმანეთს ხარ იციან, ანუ არაფერი და მაგ დროს მით უმეტეს რთულია რა უთხრა, რო არ იცი რა. ამიტომ უნდა შეეხო მის ხმას, რაღაცა ტექსტის სტილს, ხვდები? მუსიკალურ ამბავს. ხო, ამას ვამბობ, მედი არაფერი, всё. მოკლედ ეს არის ჩემი აზრი, ძმაო. ეს არის ჩემი კომენტარი. ეს დასკვნითი ის რო თქვა სიტყვა რა. ეს არის ჩემი კომენტარი და ისა დისევზეც და PvP-ზეც ჩემი აზრი ეს არის მეგობრებო, ყველას წარმატებას უსურვებს. იმიტომ რომ მე არავისთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა პირიქით და ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველას წარმატებას უსურვებ მის საქმეში, მოკლედ და კონკრეტულად. თავარია ერთმანეთი არ დავაზარალოთ და დავაზიანოთ ამით. ეგ ამბავია, ხო? კი ბატონო, აი ერთ-ერთი ქართულად, მაგრამ ცოტა кейფის თემაში შეხვედი. ხო და რადგან ეგრეა და ეს კაცი საქსის. ამიტომ გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ აუცილებლად. კი აი ჩემს დაალაიქეთ. კი ბატონო, ახლა ჩემს გამოწერებსაც ვეტყვი, ბევრი შეიძლება არ მყავს, მაგრამ ვინც მიცნობს, გამოიწერეთ ეს არხი მეგობრებო, ამ ადამიანს მე დიდი ხანია ვიცნობ და ამიტომ ვარ ახლა აქ. ყველგან კი არ დავდივარ. ხო, ქუთაისიდან, ასე რომ გამოიწერეთ და ჩემი ვიდეოდან მეც გავაზიარებ, ყველაფერი იქნება და საიდან აღარ ჩამოდის ხალხი. რომ უკეთესი არტისტებიც მოიყვანოს, ვიდრე თუნდაც მე ვარ რა, ახალგაზრდები და ასე შემდეგ. ქუთაისიდანაც ბევრს მოგიყვანთ მე აქ. თუ ვიაქტიურებთ. კი. ასე რომ ჩემი მხრიდანაც ასე ვთქვათ ის გაქვს, რა ქვია, რა სასახია. შარაუთიო, თუ ასე ძალიან მე ინგლისურში ძალიან ხარდაჭერა, არ გვინდა. ვის ისაუბრე ქართულად? კი, ნამდვილად. წერე ქართულად. სხვათა შორის 20,000 გამომწერაზე ძალიან კარგ გათამაშებას ვაპირებ და თუ კარგად მოიქცევით, თუ კარგად ჟღერს, ხო? თუ კარგად დაემატებით და შევივსებით, მალე კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი სხვათა შორის პრიზი ასე ვთქვათ არის დღესօდ ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი განსაკუთრებით ძალიან ბევრმა შეიყვარა, იმიტომ რომ ევროპაზე რომ გავედით მთელი ამბავი. სიმღერაც მაქვს დაწერილი ჩემიც, მეც. ნაკრებს მიუძღვენი, ჩემი. და ის რო არის, რა ქვია, იუთუბერი, ვაიმე. კორკოტას აქვს თავისი მაღაზია მაგ თემების რა, ბუცები, ფორმები, იქით. ხო, ეხლა აქ ორი ფილიალი აქვს და ქუთაისში ვაპირებთ რომ ნახე ვიდეო. ქართული ნაკრების ფორმა მაქვს, ახალ-ახალი მეგობრებო, ესე გამზადებული, რომ 20,000-ზე უნდა გავათამაშო ეს ფორმა და არა მარტო. თუ ნომერი არ აქვს. ვითომ კვარაცხელიასია, არ მახსოვს, შეიძლება კვარაცხელიასია, ნუ ერთ-ერთი არის. დიდი ალბათობით კვარასი იქნება. ხო, მე მგონი ეგ არის, თუ არ ვწდები, თუ არა ყოველ შემთხვევაში, ან მიქაუტაძე არის, ან აი 20,000-ზე რო ავალთ, მე უკვე იქნება სხვადასხვა პრიზები, არა მარტო ეგ. სხვადასხვა რაღაცებს ვფიქრობ და გამომწერებში გათამაშდება, ხო, ნახოთ რა, ან კომენტარების მიხედვით, ან რაღაცნაირად მაგას მოგვარდებით, თავი ავიდეთ. ეხლა ვართ 18,500-ზე და ნელ-ნელა უნდა მოვიხოდოთ. ახლა ჩემი ხათრითაც ცოტა მოგემატება კიდე და ესე რა, ახლა მე ისეთი ჰაიპში არ ვარ შეიძლება, მაგრამ ის ძველის ხალხი მაინც მისმენს. ყველას თავისი მაყურებელი ყავს და თავისი თემები. მით უმეტეს როცა ისეთ რაღაცას არაკეთებ, რაც ჭყალებში სამარცხვინო არის, ასე ვთქვით რა. ოფიციალური ალბომის გამოშვებას თუ აპირებ, ან თუ ფიქრობ, ან თუ აზრი აქვს საერთოდ საქართველოში. ეგ აზრი შეიძლება დიდად არ აქვს, მაგრამ ენთუზიაზმისთვის ძალიან კაია, რომ უფრო мотиваცია მოგეცეს. აი ეგ არის ჩემი ოცნება რა კუთხით. სუფთა ასე ვთქვი ალბომი რო გამოუშვა რა. აი ეს ცალკეულ ტრეკებს იდეა რამე არის, იმინა ალბომი, ხო როგორ დაბეჭდილდა. დაჟე იდეაც მაქვს სათაური. მე ხო იცი როგორი ტიპი ვარ ცოტა, ანუ სათაურიც კი მაქვს დაახლოებით მოფიქრებული და რაღაც ქავერზეც მუშაობდი ესეთი თემატიკის რა, კარგი მამის შვილი, ესეთი რა. უფრო ცხოვრებისეული ნამუშევრია. რაღაცა ჩემი მინდა გამომდინარე მინდა, ეს ზედაპირული თემები არა. რაღაცა ძალიან ისეთები მექნება რა. ხო, აი 15 ტრეკიდან მაინც მინდა შედგეს 15 მუსიკით რა და ნახოთ რა. ხო, არა, ეხლა ცოტა სახელი ისეთი აქვს მე რეგაიგე, რაღაცა თითქოს მე ჩარჩოში სვავს. ესე იგი რაღაცა იქ გინება არ იქნება, იქ ის არის. გინება ისედაც არ იქნება. არა, ზოგადად ვამბობ, რომ კარგი მამიშვილი უკვე ისე ჟღერს, რომ რაღაცა ჩემთან არის ყველაზე ახლოს. იდეაში ცხოვრებისეული ტრეკები უნდა იყოს, რაღაცა. რაც ისედაც ბევრი მაქვს და მიჩვეულ. რაღაცა უნდა ასწავლო კიდე ხალხს, რაღაცა გაუზიარო და აი აქ სადა რას ვიბაზრე პოდკასტზე, ტრეკ ბიტზე მეორე ტრეკი. გულწრფელად გითხრა, ის უფრო არის ჩემი სტილი, ვიდრე თქვა წინა რას. ხო, მახსოვს მეც, ხო, დიდი ხანია. ნარი და უფრო ისეთი ჩემი სულიერი მდგომარეობა ამას მაძლევს, იმას მაძლევს, რომ ესე ვაკეთო და მე რაც სიამოვნებს იმას ვაკეთებ. ისე შენ R&B შემსრულებელი იყავი ხომი ყოველთვის უფრო ჩემსავით და ჩემს სტილთან ახლოს იყავი იმ კუთხით, რომ მარტო რეპი ახ არიან რეპერები, რომელიც
კითხულობენ რეჩიტატივს, მისამღერებშიც რეჩიტატივია და დამთავრდა და შენ მისამღერებსაც აკეთებ, მელოდიურსაც აკეთებ ზოგადად და ხო, ანუ ხო, რაღაცა მუსიკალურ განათლებაც ასე თქვა, რაღაც დოზით მაქვს, ახლა ის არა ვარ, მაგრამ და სმენაც მაქვს ხურის და ეხლა დავიწყე, იმიტომ ხმის ინჟინერიის შესწავლა. ულოდ რეპერი არა ხარ RTV-ში, როგორც ჩვენ იმღეროს კიდევაც, გარეპოს კიდევაც. კი, მე საერთოდ არ ვთვლი თავს, რომ ვარ MC და რაღაც ესე წოდებებს ჩემ თავს არ მივანიჭებ, იმიტომ რომ არა ვარ ეგ. პირდაპირ ვიტყვი რა გულსწრაფად და აი რო ვახსენე ქუთაისიდან ხო გახსოვს დასის ბიჭები აი პირდაპირ ხა პოდკასტი გვაქვს და ჯიგრულად საუბრობ და მაგით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემი უახლოესი ძმაკაცი არტისტია ისიც ქუთაისელია ფანტომი აი ოღონდ რანაირი ბიჭი ჩემთან არის რანაირი ბიჭი აი უძლიერესი ლირიკა აქვს ტექსტობრივ გეუბნები შესრულებას ერთი მაგრამ ლირიკა ტექსტი მაგის ტექსტს რო ჩაურმავდე აი მაგრად გაგისწორდება ესეთ რაღაცა უბრალოდ დღეს ახალი თაობაა ნაკლებად ხო იცი არა გვირდება აი შენ უფრო დავამუღამებ რომ უსმინო აი ძალიან ძლიერი ლირიკოსია კი ბევრი ძალიან ძლიერი ლირიკოსი არის უნიჭერესი ბიჭია, უბრალოდ ნაკლებად ჩანს, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ მაგმას დიდად არ ენიჭება, ნიშნავ ყურადღება რა ასე ვთქვი. კიდევ ვერ მახსოვს, იცი? და აქედან მოგიკითხავ, ჩემი ძმა არის სული დაგულის მიყვარს რა მოკლედ. იმ დღეს გედო შენ 2012 წელიო თუ რომელი წელი იყო, რევანში იყო ხოლმე კიდე. კი, მაგ ბიჭებით სახსენებლები არ უბრალოდ მახსოვს ეგ ჯგუფი. დღეს აღარ აქტიურობენ იმდენად და იმიტომ ამბობ, ხო? რევანში ასევე ქუჩია მაგათთან ერთად იყო, რომელთან ერთადაც მეც დავიწყე რაღაცები. მიტომ ქიმერაც ხო ქიმერების ვიკი ისინი კი ყობა. ანუ მიტომ ამბობ, აღარ აქტიურობენ და იმიტომ ამბობ. თორე ეხა მე წერა რო ვახსენე დღესდღეობით თქვი, იმიტომ. თორე მანამდე ესენიც იყვნენ და ბევრს აკეთებდნენ. აი ამიტომ მაგათად რევანშის ესეც მოვიყვანო ხოლმე. გეტყვი, მოკლედ რევანშის ერთ-ერთი წევრის შვილმა დაიწყო 14 ბიჭია ჩალიჩოს რაღაცებს მოწონს დანესტენ. ნახოთ რა სიზონს. როგორ ქვია YouTube-ზე დევს მაგისტრები? აკო ქვია ესე და კი რაღაცები უდევს და მე გაჩვენებ რა და გაიცნობს. კაი ბავშვია ძალიან და სხვადასხვა ეს ხშირი მომენტია, მაგალითად ჯოკერას მოკითხვა, მალე უნდა მოვიყვანო იმიტომ რომ მეც ვიცნობ კი. მამაშვილი ჯოკერას ბიჭიც მაგ თემაში არის, კი, მაგ თემაში არის და ქვია კაცი. რეპ ნეიმი ასე თქვა და men ხო, ძალიან ხშირად თან ქართულად ესე კაცი. კი, ძალიან მაგარია. ძალიან ხშირად არის ესე, რომ ის არის, რა ქვია, აი მამის გავლენა და რაღაცა ამ თემაში არის ხოლმე რა და რა უნდა მეკითხა, მაგალითად, ჩემთან არის ესე, რომ ოჯახური გავლენა არის მაგ თემაში, მაგალითად, მამაჩემს კონსერვატორია დამთავრებული კომპოზიტორია, მღერის უკრავს და ასე შემდეგ და ეგ გავლენა იყო ჩემთან ყოველთვის ოჯახში და სხვა გზა არ მქონდა რა, ხა ეკონომიური კი დავამთავრე, მაგრამ ვაფშე მე კიდე და არ მქონდა მაგის ის რა ბანკირი მე სხვა პროფესიები მაქვს ხო და შენ ანუ ოჯახში იყო ეგ თემა თუ შენით არა ანუ ნახე ახლა ოჯახში როგორ გეტყვი შინაურულ წრეში მღერ დედასაც შეუძლეს მღერა რაღაც მაგრამ გენეტიკა არ ვიცი ზუსტად საიდან გამოყვა მაგალითად ჩემი და ძალიან კარგად ყვერის რა ანუ არის მაინც ასე თუ ისე ოჯახში კი საიდან მოყვება უბრალოდ ახლა ის კულტურის დონეზე არ იყო რომ ყველა რომ მღერალია და ეგრე არ იყო თორე მაგალითად ჩემი და ძალიან კარგად ღერის და ხშირად მეხმარება ხოლმე ვოკალები რომ ჭირდება დასადებად სამღერად ტრეკებზე ხშირად მეხმარება ეგ მაგარია მე კი და აი ტექსტი რო იქ წავიკითხე ბიტზე მე წერ ღამით რო წაის ტექსტი იქ მთლიან სრულ ტრეკში ბევრმა იცის ეგ სიმღერა ჩემი და მის სამღერს ვიკეთებს მე და პეტოს დასისწერ და ძალიან კაი სიმღერა და ძალიან ბევრს მოწონს რა ხო და გვაქვს კი რაღაც გენეტიკაში დევს ფაქტია თუმცა აი ესე პირდაპირ არა ოჯახში ანუ მომღერალიან რაღაცა ის არ ყოლია ეს პირდაპირ ხო და მე ხა ვაფშე ჩემი მაგალითად უბრალოდ ნახე სამაგიეროდ ჩემი სიძე არის ჩემი დის მეუღლე ფოლკლორული ანსამბლის მომღერალი ქუთაისის და ფოლკლორის კუთხით მაგარია რა და აი უკვე დანათესავების კუთხით დაუნათესავდით მუსიკალურ ოჯახთან ასე ვთქვათ სხვა ჟანრში მაგრამ ნუ ახლა ქართული ფაქტორად ეს ფესვე ანუ პირველ ჩემთვის ფოლკლორი პირველია რა ქართული სიმღერაა რა და მორჩა რა. კი ბატონო. ყველანაირ მე პირადად გეტყვი რეპსაც მირჩევნია და ყველას უბრალოდ მე ვერ ვღერი ხა ეგ არ არის ჩემი. სხვადასხვა ეს მეც ხა ესტრადისკენა ვარ უფრო თორე ფოლკლორი მიყვარს მაგრამ ფოლკლორში ხო ეს კოსმოსში გაიგზავნა ბოლო-ბოლო ქართული სიმღერა ფოლკლორზე რაზე საუბარ ხო და ამ კუთხით გვაქვს ოჯახში ხო და ეხა ამ ჟანრს სხვადასხვა თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემებიც. აი ეხა დღემდე ეგრეა ბევრი ასე ხო მაგრამ ჩემებს უკვე ხედავენ რომ ხარდაჭერა მქონდა აი აქედან აი ვიტყვი რომ არასდროს არ მithქვა არც მაგრამ ხარდაჭერა მქონდა და მაქვს დღემდე ძალიან დიდი ეგ კარგია როცა მithumetes ხედავი რომ ამაში შეიძლება არ იშოვებოდეს ეს
ფული რაღაცა, მაგრამ პირიქით მომეხმარნენ იმაში, რომ ეს სტუდია პატარა რაღაცა ჩემი გამეკეთებინა და ხედავენ, რომ დღესაც შეიძლება ეს შემოსავლის წყარო ეგ არ არის დიდი, მაგრამ მაინც რო ხედავენ, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მაქსიმალურად ხარს. ეხლა პოდკასტშიც გნახავენ და თუ რაღაცა შეგიძლებია შვილო და რაღაცა. ხარს მიჭერენ მაქსიმალურად და კონცერტი რაღაცას მე ხშირად ვიღებ საქმიანობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას და არასოდეს უარი არ მithქვამს. არასდროს ეგ ხო. და სულ ესწრებიან ხოლმე და ანუ ძალიან მათი მხარდაჭერის გარეშე ვიტყვი რომ ალბათ მე მართლა შეიძლება ის ენთუზიაზმს დამეკარგა რა. ხო, მესმის. და დღემდე რა 40-ზე სიცნობში, ხო იცი? მაგაცია მის ერთად ვართ მაგ თემაში. მის კონცერტებზე დავდივარ. ზურას ხშირად გვიწევდა ხოლმე ხან თურქეთში, ხან მოკითხა, ხანსად და ხან წამყვანი იყო ხოლმე ხანის და ხშირად გქონია ვაპირებ საქველმოქმედო მაგასობთ და სულ ანუ მე მარტო მაგ ორგანიზაციაში უთხარი მე რომ დამირეკოს ერთი რომ ძალიან დამივიწყა და მომიკითხოს და ჩამოვალ კონცერტებზე რა პრობლემაა. იგენად მაგას მე შეგეხმიანები თუ რა. ანუ ნახე იცი ზურასთან რო ერთად როში და ახალი გაკეთებული ქონდა ეს ორგანიზაცია მძიმეჯვარი. რო გავიგე თვითონ თავიდან მე არ მიცნობდა რა. მოგიყვები რა ის დროს გაცნიო რა. თან ნახავს თვითონაც. თვითონ ყვება ხოლმე. რო ისა პირველი კონცერტი ჩაატარა ზურამ თავიანთ მეგობარს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის და პირველი გააკეთეს ამ ბიჭისთვის ეს ღონისძიება რა და ამ ღონისძიების მერე რომ გავრცელდა რომ ქუთაისში არ მახსოვს სად ჩატარდა ოღონდ არ მოვიტყუო მგონი მარტვილში თუ არ ვცდები ნუ მოკლედ და რომ გავიგე რომ ეს ორგანიზაცია არსებობს რომელიც ახალგაზრდები ყავს და რაღაც ეხმარებიან ეს თვითონ ეძებდა ხოლმე ზურა არტისტს მე მივწერა თვითონ იქეთ მეთქი გაუმარჯოს ეს და მეც მინდა რომ მონაწილეობდე. თვითონ რომ ვაშე შე არ ვიცოდე ვინ იყავი. მეთქი ვინ არის რომ წერ რატომ წერ რა უნდა. მაჩვენო შენი ნამუშევრები. აჰა. რომ ვაჩვენე მე მიხვდა ვინც ვიყავი ანუ ახსოვდი მაგრამ და მის მერე ვარ მასთან ერთად რა თითქმის აი ერთი შეიძლება ერთი კონცერტი გამოვატოვე მარტო. სულ ვარ ეხლა წაგე ბოლოს ქუთაისში ქონდა ნიკვების თეატრში ორბიტს მეფს ვეხმარებით და კიდევ ვაპირებ სავარაუდოდ ლაგოდეხში თუ ლანჩხუთში ბოჯი მე შემომეხმიანეთ ძმაო მე რა ვიცი რას ვაკეთებ აი ხო გენაცვალე კი მაგას გავახსენებ აი ამ ვიდეოთი გავახსენებ სულ პოდკასტები სულ ტაქსისტი გავიყევი ხო იცი ხო და ანუ ჩემთვის ეს უფრო აი გულწრფელად გითხრა ვინ როგორ გაიგოს არის მაგრამ რაღაცა სოლო ივენთებზე მეტად ჩემთვის სულიერად არის ბევრად ახლოს აი ესეთი ღონისძიებები. იქ უფრო გზნობ თავს კომფორტულად. იმიტომ რომ ჯერ ეგერთი მადლია, მე შენ გძნობ თავს რაღაც და ჩემთვისაც ძალიან ახლოა თუ სხვა ადამიანს. კი და ჩემთვისაც მე მაქვს ეს გზა გავლილი, რასაც ის ხვებიც გადიან ახლა დღეს. მე უკვე ეს გზა გავლილი მაქვს რა. ხო ხტები რასაც გულისხმობ და ეს თემა ახლა ძალიან ვარ გავშალო ხო ჯანმრთელობის ამდენხანს უნდა ვისაუბრო, მაინც კი პოდკასტი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა და რაც გავიარე ბავშვობიდან, ბევრი გადის იგივეს დღეს და ზუსტად ისეთ ხალხს რო ვეხმარებით, ჩემთვის იმდან დაახლოებელი თემა ტრეკიც კი მაქვს, მაგას გაკეთებული, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა. გექნება ნანახი. ხო და რადგან ჩემთვის არის ძალიან ახლო თემა და მოკლედ იქ ყოფნა ის სულ რომ მითხრას რომ წამომყევი ეგ ამერიკაში ჭალებში დაუფიქრებოდ რა. ნუ ამერიკაში ყველა წაყვება ეკონდია ხო? ხო, ამერიკა. თავარია через მექსიკი დარწავი. ეხა მე მგონი ეგეც ტრამპა ხო, საქმეა. ხო, კაი. პოლიტიკაში ვერ წავიდეთ, ეგ თემა, მოკლედ და ზურას მოკითხვა და მძიმეჯვარი არის, მე პირდაპირ ვიტყვით ამამად. სხვა ორგანიზაციები არ ვიცი, მაგრამ იყო შემთხვევა ორგანიზაციებს დაურეკავს, ჩემთვის საქმემოქმედო ვართო და მთავაზობდნენ ჰონორარს. როგორ არის საქმემოქმედო თუ ჰონორარს თავაზობ დიც. შესაძლოა ზურას ორგანიზაცია მე ვიტყვი, მე ვინც ვიცი არის აი სუბთად რომ მუშაობს და ზუსტად ისე როგორც საჭიროა უნდა იმუშაოს მძიმე ჯვარმა და საქმემოქმედო ორგანიზაცია მუშაოს ისე. თან აი რომ დაუკვირდე, აი ქართული ენა რა არის რა? მძიმე ჯვარით, თვითონ ჯერთხის არ ვიცი ხა თვითონ რამდენად უფიქრია მაგაზე. მაგას ისტორია თავისი და ვინა მე ზურას. არ ვიცი ხა მაგაზე არ მქონია საუბარი მაგასთან, მაგრამ აი ხო არის ხოლმე რომ ყველა ადამიანი ატარებს თავის ჯვარს რა და უნდა ატაროს თავის ჯვარი და აი მძიმე ჯვარი როგორც ისე ჟღეს რაღაცეეთ უკვე რა თვითონ. ჩვენ ყველა ჩვენი მძიმე ჯვარი გვაქვს ეგრეა. კაი, რადგან პოდკასტიაო და არ მინდა ძალიან გავშევო ჯანმრთელობაზე, აქ ხა ისეთ თემა რომ ყველაფერზე შეგვიძლია ვსაუბრობ ხოლმე მაინც და იმიტომ. ხო და მით უმეტეს მაგრამ შენ თუ მე მკითხავ რომ შენთან ხენი ხათრით აი რა თემას მინდა კიდე შევეხო, იცი მაგალითად აი ხო არის რომ ეხა მეც როგორც მუსიკოსი, ნუ ხან რაღაც რეპსაც ვწერ ხან 1000 თემაში მოდები. მაგრამ აი ხან მაგალითად სევდამაწეინებს, ხან სიხარული მაწეინებს, ხან ის როგორც ადამიანური მომენტია ხასიათი. აი შენ მაგალითად რამდენად გეხმარება ხოლმე მაგალითად ჰიპ-ჰოპი, აი მაგალითად წეგან მამის თემა შევეხეთ, ამით ხა ძალიან ხა ისე კი არა, პრობლემა არ არის. სულში ვაფათურო ხელები. ხო, მაგრამ აი მაგალითად თუ გადაგატანინე ეს თემა მაგალითად ჰიპ-ჰოპმა მაგალითად თუ ჰიპ-ჰოპში ჩადე ეს ყველაფერი დაუშვათ ეს ემოცია და თუ უფრო მეტად მოგეხმარა და ასე შემდეგ რა. კი, მაგაზე პრობლემა არის. თუ შენთვის ახლა არ არის ისო დისკომფორტი
არა, პირიქით, გეტყვი ზუსტად მაგაზე პასუხს, კარგი კითხვა დასვი და ნახე რატო. თავიდან მე ვიყავი სპორტით, ეს ცოტა შორიდან რო დავიწყო, სანამ ეს პრობლემა მექნებოდა რა, სპორტით, კარატით ვიყავი დაკავებული, მაგას კლიპი და მუსიკაც მოგაკეთებული, იმიტომ რომ ბავშვობა გავიხსენე, მოკლედ. და კარატით რო ვიყავი დაკავებული, რომ მივიღე ეს რაღაც ტრაუმები, მომიწია რა თქმა უნდა შეშვება და ხატავდი კიდეც საკმაოდ კარგად. მაგრამ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ბევრი რაღაცა უკვე ვერ გავაკეთე, ვეღარც ხატვა გავაგრძელე, ვეღარც ეს სპორტი და ეს პრობლემები ასე თუ ისე ღმერთის წყალობით რომ ნაწილობრივ გადავლახე. მუსიკა ხო ისედაც კი გითხარი, მოგიყევი პრინცზე და ყველაფერზე რომ მომწონდა უსმენდი და აი ზუსტად რომ მომიწია რაღაც პერიოდი სახში ჯდომა, კომპიუტერთან უმეტესად ვიჯექი, მან დროიდან მოყოლებული დავიწყეს მუსიკაზე ფიქრი, რომ აი მოდი იქნებ მევცად და გადამატანინა კი არა, ღმერთის წყალობით პირველ რიგში გამომიყვანა მდგომარეობიდან პირდაპირ ეტყვი. რამე წლის იყავი? ეს რო დამემართა ეს ყველაფერი და 12 და ეს პერიოდი მოიწყო. აი პირდაპირ გეტყვი, რომ ზუსტად ჩემი ძველი სიმღერებიც რა ხარ გასაგებია რომ დაუხვეწავი იქ რაღაც ყველაფერი ძირითადად მაგ ცხოვრებისეული და რაღაც პრობლემა ტკივილზე, პირატკივილზე და იმიტომ რომ ზუსტად ზუსტად იმას განვიცდიდი იმ დროს და იმიტომ რა. ხო და ანუ პირდაპირ გეტყვი რომ მაგიტო არის ჩემთვის ეს საქმე ძალიან საყვარელი დღემდე და არ უყურებ ამას როგორც ბიზნესს, იქედან გამომდინარე რომ ამ ყველაფერმა მომიყვანა დღემდე და ძალიან ბევრი რაღაცა გადამატანინა და თუნდაც ბწყალებში ბავშვური დეპრესიიდანაც გამომიყვანა რა. ხო და ამიტომ ჩემთვის ძვირფასია და პირიქით რა. უბრალოდ ეხა ზოგადად არ ვლაპარაკობ, ეხა რაღაც ეს რატომ მივიდა და რის გამო, თორე ამას პირიქით სიამოვნებით მოვყვები და ბევრს მივცემ ამით მაგალითს ვეტყვი რომ არ უნდა დანებდე რა, რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში და ღმერთი მე ვთვლი რომ არ გიგზავნის ისეთ განსაცდელს, რასაც ვერ გადაიტან რა. თავარია არ დანებდე რა. მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, კი, არ უნდა გაჩერდე, მეც მაგას აი რამდენჯერ მქონია ეს მომენტი რომ ხა ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი რა. რომ თუნდაც აი ხან კამერას აქვს პრობლემა, ხან მიკროფონის პრობლემა, ხან ის ანუ ძალიან და ყველა პოდკასტში არ არსებობს რაღაცა აი გამართულად დავჯე და ყალებში ჩეპე რომ არ მოხდეს. ხო, აი ვიღაცა ხმაზე იჯდეს, ვიღაცა იმაზე, მე ხო ესეა, მე ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. კი, აბა რა იქ დასაწყისია. ერთი ადამიანი თუ მომიხმარება ხო მაგალითად და რაღაც ხო ხდება მაქსიმუმ რა და აი მაინც ის ხანდახან მაქვს ის მომენტი რომ აი სპონსორია რაღაცა და რისთვის ვაკეთებ და მაგრამ ხანდახან არის ხო აი კომენტარები მოდის ხოლმე ისეთი მაგალითად ისეთი მოტივაცია პირველ რიგში SMS-ები მოდის ხოლმე და ესეთი რაღაც ხან მესენჯერში რომ აი აუ ბიჭო როგორ გაგვისწორდა მაგალითად აი ეს რომ მოიყვანე ის რომ მოიყვანე მოტივაცია პირველი აი შენ რო გიყურებთ უფრო მაგარი ბუღამზე ვართ რომ აი ხან ეს გიფუჭდება ხან ის მაგრამ შენ მაინც არ ჩერდები და უკვე რაღაც შენ თქო ზალა გეძლევა რომ აი კი მოტივაცია თან მე თვითონ ხომ ისწორდება ხან მეც რო რეპერი ვიყავი და აქა-იქა ეხა რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე კიდე დღესაც ეხა რა ტრეკითაც დავიწყე მეგობლებო თავიდან მეგობლებო რაღა იყო მეგობრებო თავიდან რა ტრეკითაც მეგობრებო გამოწერებო ხო და არა მეგობლებო ძალიან ისე რა ტრეკითაც დავიწყე ეგეც ახალი გაკეთებული ტრეკია და შეიძლება ისეთი ბალანსი ვერ არის ეხა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსაკითხში გავაკეთება ძმაო მითხარი მოგეხმარები კიდეც პრობლემა არა ეხა აუტოტიუნების თემაში და რაღაცებში კიდე გაგარკვეო ვაგი კაცკა და რაც მე ვიცი ჩემ სამბევ და რომ აი რაღაცა გააკეთეო რა თო კაფეს ამბოში кайხანი აღარ გაიკეთები ეს ესრადე кайო და მწვადე და გავაკეთე და რაღაცას თუ ისე მოიწონე ისე ამის ხუდი გააქვს გადაცემა ხო და ზუსტად აი ამ ტრეკში მაქვს ახლა ეგრო ვაკეთე პოდკასტებს რეპერების წრეში ესე არის იმაში და და შენი თუ ვაკეთებ ხმის იმასაც შენ ჩანაწერი თუ გაქან თუ გააკეთებ მითხარი და მე მოგეხმარები ქუთაის გადმოგგზავნი და შეიძლება მოგეწონოს მე ჩემებურად გაგიკეთებ და მაგას მაგ თემაზე კი მართლა გავისაუბროთ კი ახლაც გინდა ახლა ვისაუბროთ საჯარო ხო არა როგორ რაღაცა იცი რომ ხა წეგან საუბრობთ რომ Cubase 14 ჩამიწერეს ანუ მე როგორ ავარ გეტყვი რა აი Windows-ის გადაყენებაც არ ვიცი რა აი სამონტაჟთაც როგორ ეცი პროგრამას რომ მიიყენებენ Premiere-ს მივდივარ ხსნი და მე ვამონტაჟებ ის რომ მე თვითონ ჩავწერო და ვაინსტალირო და ეს რაღაცები მაგას ცოდნა ჭირდება კი აი არ არის პროსტა მართლა ზოგმარა Windows გადაყენება შეუულებრივად კი არ ვიცი და მე მაგალითად Windows არც მევაყენებ მეგობრებთან მაქვს ვინც იცის და ეს მიკეთებს კარგად რომ სწორად იმუშაოს რა კი ბატონო ახლა კი პროგრამები დავამუღამე და კი ვაყენებ მაგრამ აი დიდად რასაც მე არ მეხება იმას არ ვეხები და ვინც იცის იმას ვაკეთებინებ რა Cubase-ში არც მიმუშავე უბრალოდ ეხლა პოდკასტებისთვის ჯერ იყო და მიქსერზე მქონა დავით ანჯემერი ხა რაც ეს აუდიო კარტა დავითრიე უფრო გაადვილე ამიტომ ხმაც კარგად შედის და უფრო ის არის რა
კარგია ეგ ყველაფერი. ხო, არა, ძალიან კაია და მე პირველივე ის შენი ეპიზოდი როცა ვნახე ამ პოდკასტის, მეგონი მალევე იქეთ გითხარი, მგონი, როდის მომიწევ თქო რაღაც ეგრევას. მე რო დავიწყე, იმ დღესაც გითხარი, მე რო დავიწყე ჯერ კიდე 3 წლის წინ, მაშინ შოუ ბიზნესის სასტავი მომყავდა ხოლმე, სხვადასხვა შოუ ბიზნესიდან, სხვადასხვა სფეროდან და მაშინ მე მოგწერე, რომ რეპერებიც მინდა მეთქი გაურიო, მეთქი რომ მანდიმდნენ რეპერები, უფრო იუთუბერები, მომღერლები და აი უკვე რეპერების თემა რო წავიდა აქტიურად, მე უკვე შენც მომწერე. მე მოგწერე, მე ხო, აი ზუსტად ეგ მახსოვს. და პირიქით, სიამოვნებით აზია საუბარი. არა, ასე ხშირად რომ მივიდიოდი ასეთ შინაურ სიტუაციაში, მე ეგეთ რაღაცებს საერთოდ ქუთაისში ხო ძალიან გვაკლია რა. ჯერ ტელევიზიები არა გვაქვს ფაქტობრივად. 1000-ში ერთხელ რომ სადმე მიმიწვიონ და აი ესეთი პოდკასტი არავინ არ წამოიწყო რაღაცა თუ დროის უქონლობაც. ან და აი თამითოდეს ხმის ინჟინერიაზე რო ჩავიწყე ჩალეთში ძალიან დიდი დრომი აქვს რა. აი არ ვიცი რა, მოსუნთქვის საშუალებაში ვარ, კონდე მიზანს ქუთაისის ფონდზე და აქ თბილისში ახლა რომეოდან ინსაუნდინა რო წამოვედი, იქ საერთოდ ვერ ძინავს. ისეთი ისა და რთულია რა, ხო მიხდი ერთი ადამიანისთვის მithumetes რთულია ყველა. აი რო ვიყოთ რამოდენიმე მოვაწყობდი გარემო კი მაგაზე თუ ისე. მაგრამ ეს მაგალითად რო ჩავჭებ, ანუ ეს თემა ვერ ვქენდი რომ მაგალითად აი ოფისის თემა იყოს ან რაღაცა ესეთი რომ აი დავტოვე, გავამზადე, პროსტა ჩიპები წავიღე, დავამონტაჟე, მოვიტანე. ყველა ჯერზე აუნა ისა ვქნა. აი შენ რო თქვი ხა წეგან რაღაც ტრეკი დავდეო ცხელზე და ხარისხიო. ვერ გააკეთებ, მე უკეთესად, იმიტომ რომ მაშინ მაგას უნდა ეჭდე რა, მუდმივად. ხდები, აი მე ხანდახან ჩემ მუსიკას, იმიტომ ვეღარ ვაკეთებ ხშირად, სხვების მუსიკები რო იწერება, იმდენად დაღლილი მაქვს ყური და გადამწვარი. ხო, უკვე ვეღარ იგებ, ხო ის. მე შინახან სმენ არ დავგალგო რა. ანუ ესე იგი შენ თუ ქუთაისში ესე აქტიურად აკეთებ, ესე იგი ახალი თაობა მოდის და რაღაცებს ჩაიჩობენ ესე იგი. просто შეიძლება არ ჩანს იმდენად თორე ესე იგი. კი, ჩალიჩობენ, კი. მაგალითად ერთი ბიჭია ჩამოდის ხოლმე და თბილისიდან ჩამოდის და ორი ალბომი ჩავწერეთ უკვე ინგლისურენოვანი. ვისი, არ ვიცი. JD ესე ქვია, მაგ ვიცაც ისე გაგაცნობ, ძალიან იჭერებია და კი, ქართველია, ხო, ინგლისურად ბაზრობს და ორი ალბომი გავაკეთეთ ჩემთან ქუთაისში. ანუ უცხოურ ბაზარზე უნდა გასვლა სავარაუდოდ. სავარაუდოდ და სხვადასხვა ძალიან იჭერი ბიჭია ჩემი გადმოსახედიდან რა. ორი ალბომი უკვე გავაკეთეთ, გონი თითო ტრეკი იყო სადღაც 10 მინიმუმ. თითო ალბომი ბოდიში. ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ხმის ინჟინერია ძალიან მომწონს. უკვე აი დამევასა ეს თემა და თან რომეოს ჩემ მეგობრ პროგრამას ვეკითხები, მისგან ავსწავლობ, ანალოგიურად YouTube-დან, ტუტორიალებიდან რაღაცა და ჩემ მithon ყურით ვითვისებ რა. ეგეთ ძალიან მელოდიურ თემებს აკეთებდა ხოლმე, მახსოვს რომეო. კი, თვითონ ხო? კი, R&B უფრო მელოდიურ თემებს ჩაიჭერდა. რევანშთან ერთად აკეთებდა, ერთ რაკაცები არიან ბავშვობის ჩემზე ბევრად ადრეერთმან. მე ეგეც ხმის თემაზე გადაერთო. მე თამამად ვიტყვი ძმაო, რომ საქართველოში მასშტაბით რომეო ინსაუნდის ინჟინერი არის ერთ-ერთი საუკეთესო ხმის ინჟინერი რა. ჩამოგისხა? არა, მინდა მე. აღარ გინდა? არა, გავიგუდებ. წყალს დავლე მე თუ რამცა და. კაი, მოგვეწოდე წყალი ერთი. იყოს, არ არის საჩქარ. ხო და ანუ ერთ-ერთი უძლიერესი ხმის ინჟინერია ამ მომენტში საქართველოში რომეო ბაიჯაძე, ინსაუნდის ინჟინერი, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემ პირადად ჩემი აზრითაც რა. კი ბატონო. და ახალგაზრდა ბიჭია და ძალიან კრეატიულია რა. ძალიან ბევრი ადამიანი წავს სხვადასხვა ინსტაუთში და კი. აკეთებენ და თავარი მუღამი კიდე რა არის ხოლმე? ხო, პირფის ერთ-ერთი სპონსორიც არის ხმის კუთხით აუდიო. ეს ალბათ მივხვდით მეგობრებო, ონკანი ამოშეული და მაგის ხმა შემოდის ხო და კაკას მაქედან გადავალ მაგ თემაზე რომ სახლური პოდკასტი რომ მოიცადე? გაგიცვალო ჭიქა? სახლური პოდკასტი ზუსტად ეგ არის მუღამი რომ ეგ მოწონთ ხოლმე რომ რამდენს მოუწერია სხვადასხვა რომ შეგძლება გვიჩნდებოდა თქოს თქვენთან ერთად ვზივართო და აი რაღაცა მე დივანზეო და რაღაცა თქოს რომ ეგასწორებს მე ბაჩუ აი ბაჩუ საიდან წამოვიდა ერთ შენ მაინც მითხარ მოკლედ გეტყვი ანუ ნახე ქუთაისური მიმართვა 40 წლისა ვარ და ბაჩუ არ გამიგია სიმონ გამიგია რაღაცა სიმონზეც გეტყვი თუ გინდა ისტორიას მე რაც ბევრმა ქუთაისელმაც არ იცის სამწუხაროდ ექსკლუზივი არა ჯერ ბაჩუზე გეტყვი ხო ეს სიტყვა ქუთაისური ბაჩუ ხო არის მაქსიმალურად ისე შენთვის ძალიან ძვირფას ადამიანს მიმართავს ძირითადად. ხო, მაგრამ ახალი შემოსულია ასე თქვა. ხო, წლების დანერგილი არ მახსოვს. აქეთ არ იციან, უფრო ქუთაისში იცოდნენ. დაჟე ქუთაისში მოსასვლელში, ანუ დასავლეთიდან რომ შემოდიხარ, დრაივი არის ბაჩუქვია რა. აჰა. ქუთაისური დრაივი აქვს. ხო და ანუ მაქსიმალური დიდი სიტყვა და სიყვარულის გამოხატველი სიტყვადებს ამ ერთ ფრაზაში. ხო, როგორც შემოგევლე. კი, აი ძალიან აი ჭირი მეში. კი, თუნდაც და აი სიმონს რაც შეეხება, ძალიან მოკლედ რომ მოგიყვა ეს ისტორია, ეს არის ერთ-ერთ ქართველ ღვთისმსახურზე, მღვდელზე. სიმონი ერქვა, ქუთაისელი იყო.
რომელიც ბოლშევიკების დროს რო იტყვიან, საბჭოთა კავშირის დროს, ანუ მოწინააღმდეგე იყო ამ ბოლშევიკური ათეიზმის მოწინააღმდეგე იყო და როცა ეს წმინდა მოწამედ არის შერაცხული და როცა აწამებდნენ, ასეთი ფრაზებით მიმართავდნენ დილეგში, რომ ტკივა სიმონ, გაწუხებს სიმონ, გეტკინა სიმონ და აქედან მოდის ეს ფრაზა და ბევრს გონია ეს ჟარგონი, არ არის ეს ჟარგონი. როგორც ტო, რაღაცა, ხო ეს სიმონ. ეს მოდის იმ ადამიანისგან, ვისაც უნდა შეუძლია დაგუგლოს, ეგრევე ამოუგდეს ინფორმაციას. მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ისტორია ზოგადად. ბევრმა ახალგაზრდა თაობამ საერთოდ არ იცი. სლენგი გონი, არ არის ეგ სლენგი მეგობრებო. ხო და დღეიდან ვინც არიცით გეცვენება და ხო და შემეცნებით. ქუთაისელმა მინიმუმ მაინც უნდა იცოდეს. შემეცნებით იწყობილა ჩემი პოდკასტი. კი გენაცვა, რა, ისტორიაც რაღაცები ვიცი ცოტა. ხო, მარტო გინება კი რეცენ რეპერებმა. ნამდვილად, კი. აი, შენი საყვარელი პოეტი ან მწერალი ვინ არის, ახლა ამ თემას შევეხით. ტერენტი გრანელი. და რამდენად განათლებული უნდა იყოს რეპერი, რომ დაწეროს კარგი ტექსტი. ტერენტი გრანელი მიყვარს ძალიან. აი, ამ კუთხით მკითხავ, ძალიან, აი, ჩემთან ახლოს მოდის, ცოტა ხო ტრაგიკული ადამიანი, ცოტა კი არა, საკმაოდ და რაღა ცოტა იგაბარი. ხო, და მეორე რამ მკითხე? აი, რამდენად განათლებული უნდა იყოს რეპერი დაუშვათ. განათლებული როგორ ეცე ხა, ზოგისთვის არის მაგალითად რომ შეიძლება 700 წიგნი წაიკითხოს და აზრი ვერ გამოიტანოს. მაგას არ ამბობ, მაგრამ ზოგმა შეიძლება 2 წიგნი წაიკითხოს და იმდენად მე ვფიქრობ, რომ განათლება დღეს მოდის ინფორმაციის მიღებიდან. რამდენად ბევრი ინფორმაციას იღებ. ხო. სხვადასხვა რა თქმა უნდა. აი მარტო აი სიტყვის მარაგი რო გქონდეს, რა თქმა უნდა, კითხვაც უხდება ძალიან თქვა, აი წიგნების კითხვა რო ქართველებსთან ენა ისეთი გვაქვს, მუდმივად გჭირდება სიტყვის მარაგი შევსება რა, ანუ კი ბატონო, კი. ეგეც ძალიან გეხმარება. მე ხა რო გითხრა გულწრფელად წიგნების დიდი მკითხველი არ ვარ, მაგრამ მოსმენად შეიძლება დღეს მოსმენად და კითხულობ კიდეც და მეხმარება, რომ თლად არ დავკარგო სიტყვის მარაგი. ეხლა კვადრო რითმები არ მაქვს, შეიძლება, მაგრამ რაღაცებს წერ რა. ეს კვადროისა ხო პირველი და მეოთხე რო არ ვიცი ხო ეხლა რაღაცა პირველი დასაწყისი და დასასრული ერთვე მეგონი ეგ კვადრო ხო და პირობითად თქვი ეს ახლა მაგრამ ანუ თლიანობაში ეს არის საბაზისო ცოდნა მაინც უნდა გქონდეს აი თუნდაც პროგრამის აი კუბეისი რო ახსენე საბაზისო ცოდნა როცა გაქვს უკვე მე შენი ყურითაც შვენივრად შეგიძლია რაღაცები გააკეთო რაც შეიძლება ამის შემქმნელსაც არ გქონდეს გაკეთებული მიხვდები ხო ხო და შესაბამისად მე ასე ვთვლი და თორე სხვა პოეტები ახლა ნუ ახლა ისე არ ჩამოვთვლი ახლა მასე ყველა გალაქტიონ დავიძეს აღარ დავიწყო ვაჟაფშაველა კიდეც მაგრამ ჩემთან ახლოს ეს ტერენტი გრანელი ძალიან რა და ხშირად ვუსმენ მის ნაწარმოებს ლექსებსაც ან აუდიო ჩანაწერების ხوارსებს ანალოგიურად და კითხულობ კიდეც და ბევრი რაღაცები სხვათა შორის გამომიტანია რა ნამუშევრებში პირდაპირ სიტყვები არა აი რაღაცა ელემენტები რაც შეიძლება ვაფშე ბევრმა ვერც მიხვდეს რა მაგრამ მე ვიცი ხო და ესეთი რაღაცა არის რა და რავი რა მე ვაფასებ ძალიან და ზოგადად ისეთი თემა პოეზია ყველაზე ახლოს არის ალბათ თან რეპი უბრალოდ თუნდაც ყველაზე ახლოს არის პოეზიასთან ხო პირდაპირ ხო სიტყვა რეპრო თარგმნო ხო კი გასაგებია რომ რითმული ამერიკული პოეზიაო მაგრამ პოეზია მაინც კი ხო პოეზია რა თქმა უნდა თავისი განხრით რა ვიღაცისთვის ისაა რა ქვია ლაპარაკობენ ბიჭები რა ვიღაცის ეგარი და ლაპარაკი შეიძლება დაარქვა მაგრამ ლაპარაკში რას ამბობ იმას აქვს ნიშნული ხო და მაგას ვამბობ ლაპარაკობენ ბიჭები რა ხო ნუ აქ უნდა ილაპარაკო პოდკასტია და ხო და მე ლაპარაკში მოდის ჭეშმარიტი ჯო ესეთი მსუყე ხმა მაკრო ჩემი ესე მსხვილად შედის და ახლოს ხარ მიკროფონთან თუ ყვირი ვარ და იმიტოთ ახლოს ხარ უფრო მიკროფონთან ვითო ცოტა რაღაცა არა ხუმრობ არა ზოგადად ბარიტონი ვარ ეხლა მაგრამ ცოტა იუმორის თუ არ მე მეორე ხმა ვარ და ამიტომ ბანი არა ვარ მეც მეორე ხმა ვარ და ზოგადად ბავშვობაში ვგალობდი და მეორე ხმას ვგალობდი თან მე და ჩემი და ვგალობდი ჩემი და პირველ ხმას წირვებს ვატარებდი თავი ანუ ძალიან მაგარია ეგ სხვათა შორის კი და აი ეგ დამეხმარა კიდე ძალიან უსებ აი ყურსმენის განვითარებაში კუთხით რა ძალიან მაგარია გალობა თუ იცის ადამიანმა ნებისმიერ მუსიკაში ფურორს მოახდენს თუ აქ მე მიდრეგილება რა კი იმიტომ რომ საგალობელი არის ჩემი აზრით ყველაზე რთული შესასრულებელი კი ბატონო რა ქართული საგალობლები რა თქმა უნდა აი ძალიან მაგარია აი ხო ხედავ სხვადასხვა კუთხით კი მარტო ეცნობი ხალხს უკვე და კარგია მარტო პაჯოკი არ ყოფილა მე ნიკოლოზი ვიყავი პირველ რიგში ნიკოლოზად მოვინათლე რა მაგის პასუხია და ნელა შეიძლება ბოლოსკენ გასვლას მაგრამ კი ბატონო დასაწყისში ეკითხებიან ხოლმე ამ ყველაფერს მაგრამ პაჯო რატო მაშინ თუ კიდე თავში გამოიტანე არა იყოს პოდკასტია და კიდე აუ ეგ ისტორია რომ მოგიყვე დამცინებენ მოკლედ ბავშვობაში აი მოყვევი რა უჭირს კაცო პოდკასტია კი პოდკასტია ბავშვობაში შეიძლება დაჟე სანამ მივალ ბოლომდე სიტყვი მოყოლით შეიძლება მიხვდე კიდეც არ ვიცი ორი თემა გქონდა პატარის ბავშვები რო ვიყავ უბანში მანქანები და ფეხბურთი რა ფეხბურთი დღესაც ბევრს აქვს ეგ თემა
კი ბატონო. და სულ ბანში რო ხდებოდი და ფეხბურთს რო თამაშობდი, ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და დღემდე მიყვარს მილანის კომაგი ვარ, ევროპულ ფეხბურთში რა თქმა უნდა. მეკარე იყო ხოლმე მაგაზე საუბრო, თუ რა გქონდა თუ ვინ იყო მეკარე? თუ მოც არა, ვაფშე გეტყვი მას. რატოღაც თქოს ფეხბურთთან? გეტყვი, არ ფეხბურთთან არა აკავშირს. უბრალოდ ეს ორი თემა ქონდა. ვიღაც მის ხო იყო ფეხბურთელი ეგეთი. ბაჯო. ბაჯო, რობერტო ბაჯო. ხო, ბაჯო ხო იყო ელექტრო დიჯეი სამაგერად. ხო და რო საუბრობდით, რატო დამერქვა თქო ამას გეუბნები, შემრჩა ასე ვთქვათ. ნუ ზედმეტ სახელად შემრჩა და მე რო დავიწყე რაღაცებს კეთება, გავიგერო რეპერებს ზედმეტი სახელი აქვს და ბარემ დავიტოვე, ხო. ხო და თან გავიგერო არავის არ ერქვა ასე ქართველებში და ხო და მოკლედ ესე იყო რომ საუბრობთ ერთხელ და ეს ბევრ მარიცის ხოთაშორის მე მგონი არც არ მომეყოლია. ხო და დღეს სერიოზულ ექსკლუზივებში ვარ. კი და მეგობრებს წრეში ვიცი მაქვს მონაყოლი მარტო და ძალიან მარტივია თან სასაცილო გაგეცინება დარწმუნებული ვარ. საუბრობთ და დავიწყოთ ახლა ჯერ ფეხბურთზე რა. მე ის მომწონს ახლა ჩემ დროსთან მილანი ისეთ იმაში იყო. მე შევჩენკოს ფანი ვარ რო ეტყოდი მალდინი რაღაც ისინი იმას მეტყოდნენ ამას ზიდანი რაღაც და აი ეს მოურჩით ეს თემა. ახლა გადავედით მანქანებს. მე საერთოდ მანქანების ფეტიში დიდად არ მაქვს. ანუ დიდად არ გიждდები რა, მაგრამ იმ დროს ახლა ბავშვური არებაც არ ვიცი მეც რო იცოდი. არც მე არ ვიცი გამარჯობა. ხო და ნახე, მაგრამ ბავშვური იმით ხო იცი, მაინც იმ დროს მანქანებთან Sony 2 მქონდა კომპიუტერი და კარბონი და რაღაც Need for Speed მეწერა და მე ვასებოდა და არ ვიცი რატო, უბრალოდ ხო იცი ბავშვ გინდა რომ იბლატავო სხვათან ბავშვებთან და ის მეუნება რომ მამა ჩემსო რაღაცა ყავსო, იქ რაღაცა ყავსო და ირა პერიოდია ხო წარმოგიდგენ რა ვარ სადღაც ალბათ 10 წლის. ხო. ხო და ჩემ ერთ-ერთ მეზობელს ყავდა ერთი მანქანა რა. და წავიბლატავე ვითომ ის ყავს მე თქო რა. ჩემი მანქანაა. ხო. აბა რომელ მანქანაზე ვიტყოდი დაახლოებით თუ მიხდა. ჯიპი. და პაჯო? პაჯერო. პაჯერო. პაჯერო ჯიპი მყავს თქო რა. პაჯერო და მაშინ ძალიან ცუეთში იყო სოთაშორის და ორმა რა პაჯერო ბიჭო ვარ გადავი პაჯო ხარ შენ იმენა ერთმა დამიძახა და მაგის მერე შემჩა სიტყვა სახელი პაჯო ახლა პაჯეროს ხوار დავირქმევდი და დამრჩა პაჯო აი იმდანად ისეთი ბოთე ისტორია არ ყოლია რატო ყველა ის მასაკობე ხა თავისი ხო რაღაცა დაჟე რომ დასერჩო ისე ამოყრის ვიღაცებს აწერიათ უცხოელებს პაჯო მაგრამ არაფერს არ ნიშნავს რეალურად რა პაჯერო გამოდის ესე იგი ჯერონიმოს და პაჯოს ნაზავი პაჯერო აი ხო ეგეც არის ჯერონიმოსაც მოგითხვა სხარტი გონება ჯეროც აუცილებლად უნდა მოვიყვანო ერთ-ერთი პიონერია ქართული ჰიპ-ჰოპის ეგ ადამიანი ძველებს ვფიქრობ მოვიყვანო თენთენამ ყავდა ძვალთან ვიყავი მისული ახლა სინა პოდკასტი ხო კი ნახე აი ძველები მაინც სხვა თემაა რომ უყურებენ პიონერები ვინც არიან ბედოს უნდა მივაკითხო კიდე აუცილებლად ან აქეთ მოვიყვანო მე მაგათ მერე მეც წამოვედი ახლა ქუთაისში მაინც მინიმუმ ხო და აბუ და მინდა ძველები რომ მაქსიმალურად მაგ ძველებს უსმენდი მეც თავიდან აბა საიდან დავიწყე ხო და ძალიან კაია რა ეს და რა ვიცი მომავალშიც კიდე ვაპირებ რაღაცებს სიახლეები რომ ექნება სხვა დროს კიდე შეიძლება გეწვიო სიახლით და ასე სხვათა შორის ქუთაისზე გამახსენდა ან შენ ჩამოხვიდე ჩვენთან პიდავ თებერვალში აი მაშინ რომ გეგმავდით ვერ მოახერხე ხო რომ ჩამოვალ მე კიდე სამაგიეროდ ჩამოვედი და ბიკენტიას საკაბაბიში ვიყავი დააგემოვნე პირველად ვიყავი ხო კი ძალიან მომეწონა კარგი საწეველი ყველაფერი თელიანვით გაასწორა და ეგ შემჩა კი აწირო ჩახვალ თუმცა კაია ბაჩუ თქო ესე ვთქვა რაც გეცოდინე აწირო ჩამოვალ ისე ჩამოვალ რომ ერთი დავრჩე მაინც და გნახოთ აი შეიძლება რაღაცაეთ ისე გავაკეთოთ რომ იქნება იმისი მეოთხე დასის ბიჭები მაინც ჩავწერო და ისე რომ დავრჩე და რაღაცა თემა გავაკეთოთ და მოკლედ არ ვიცი რა აი პირდაპირ უნდა გადაიღო იმათგანაც არაა პრობლემა ხან ტელეფონზე ვსაუბრობთ ხან ის ხან მქონია რა იქიდან საბასგან რომ აი დღეს ხვალ აი საბა უფრო ხშირად არის ქუთაისში ძირითადად და ხო და არა აქაც ძალიან ხშირად არის ხო ბიჭები ჩაწერას სტუდიაში მაგასთან და აი ესე ხან ესე და კაი მოკლედ ნელა რომ გავეშვათ ბოლოსკენ საბეზრებელია ვარ გახდეს მაინც გეგმები რა გაქვს მაგალითად უახლოესი და რას აპირებს საერთოდ რა სტომატოლოგიაში ხوار გადადიხარ וי არა სხვაგან ხوار გადადიხარ სტომატოლოგიაში კი არა მე რომ ჭირდება მაშინ მეზიზღება მისულად აი ხა სანამ დავამთავრებ პროფესიით რა ხარ ზოგადად დოცა მევახსენე ეკონომისტი მეთქი მაგრამ პროფესიით უშუალო პროფესიით რომელთაც გულწრფელად გითხრა კონკრეტულად მაგით ერთ-ერთს არ მიმშავია როგორც ყველას ვშირს ინფორმაციულ ტექნოლოგიები კომპიუტერი. ანუ მაინც ასე თუ ისე ახლოს ახალ. კი, თუმცა უბრალოდ მაგ კონკრეტული განხრით არ მიმშავია რა არასდროს. კოლეჯი დავასრულე, უნივერსიტეტი არ დამისრულებია. და რომ არა რეპერი ვინ იქნებოდი?
რომ არა რეპერი, ვიქნებოდი მხატვარი. და ძალიან გული მწყდება, რომ ხატვა არ გავაგზავნე, იმიტომ რომ მართლა მქონდა ნიჭი, რა ერთი 6 გამოფენა მაქვს სასაკობრიში მოგებული. მაშინ რა არ ვხატავდი. მაგრამ აი დღესაც ნიჭიერი კაცი ყველაფერს ნიჭიერია. ჩემს დიშვილებს მოვიკითხა აქედან, რომ გაკვეთილი სკოლიდან მქონდა დავალება ხატვის, ფრიადები მქონდათ, სულ იმიტომ რომ მე ვხატავდი. მე ხა კაი გაუკეთე ახლა მაგიჩი. უკვე არა უშავს კაც, უკვე არა უშავს. უკვე არა. უფრო დიდები არიან და დიდად აღარც აქვთ ინტერესი მაგისკენ. ხო და ანუ ძალიან წდება მაგაზე გული. აი ვფიქრობ რომ ვთვლი რომ ცუდი მხატვარი არ შეიძლება გაგეხსნას მუღამი და რაღაცა. შეიძლება მაგრამ ამ ეტაპზე რა ვიცი. ჩემი შვილიც ხატავს რომელიც იტალიაში ცხოვრობს, მარიამი, აქედან მოკითხა და თან იტალია ხო იცით ხატურბასთან ახლოს არის და მიქელანჯელო. ჰა? ო არა უშავს იქ ვართ რაც თავარია. ის ხო გათშულა, აბანა კახე, ხო. ხატრობასთან ყოველ შემთხვევაში ახლოს არის თან იტალიას და ისეთ ნახატებს მიგზავნის ხოლმე იქიდან რომ ხანდახან მართლა გაუწდები ხოლმე თქეს პატარა ბავშვი ახლა ხო ხდები ამ ხელა ხედვა და რაღაც თავიდან დაიწყო გადმოხატვა მე უფრო განავითარა და კი ეგ მქონდა მე სხვათა შორის წარმოსახვით დღესაც ან ნახე გადმოხატვაზე მეტად მე პირადად რო დავინახავ ერთხელ რაღაცას წარმოსახვაში მრჩება და შემიძლია ისე დავხატო მე ზებიერად. ანუ გონებიდან რა. და სხვათა შორის გალობაზე რო დავდიოდი უცებ მაგას შევმიუბრუნდი, სულ მეჩხუბებოდა ჩემი გალობის მასწავლებელი რომ ჩაიღე ნოტებში არ ვიხედებოდი. ყურით ვიჭერდი და ბგერას და ვიმეორებდი. არ ვიხედებოდი ნოტები არ ვიცი. სხვათა შორის ნოტები არ ვიცი. რამდენიმე შეგივართ, მეც არ ვიცი ნოტები. ჩემი და ახლა ნოტებს მიყვებოდა, იცი სიმღერა ყველაფერი, მე ნოტები არ ვიცი. ყურით ვიჭერდი და ვაკეთებდი რა. მადლობა უფას ამნიტისთვის, მადლობა ღმერთს რა, რომ მომცა რაღაც საშუალებები, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ხო და მომავალ გეგმაზე მოკლედ გეტყვი, რომ შევწყვიტეთ, ძალიან მინდა დიდი სურვილი მაქვს, პირადი ალბომი გამოუშვა, სადაც ალბათ დუეტებიც იქნება. საერთოდ, უფრო სოლო მინდა, მაგრამ ნახოთ. და ეხა გუშინ კაკრას ზურიკოს ვესაუბრებოდი კოკლიანს, მოვიკითხავ აქედან მეგობრობ მე ძალიან კარგად ვარ და შეიძლება მასთანაც გავაკეთო რაღაცა საერთო და მაგ რაღაცები გეგმაში და მე გაგაცნობ უკეთესად უბრალოდ თლიანობაში ჩემი პირველი იდეა და გეგმა და სურვილი არის დიდი რომ საკუთარი სოლო იმენა სოლო ალბომი გავაკეთო აი ის რაც გითხარი ჭყალებში რომ დავაანონსე სათაურითაც კარგი მამის შვილი და რო გამოუშვით მე კიდე მოგიწვა განვიხილოთ ტრეკები ეგ თავისთავად აბა რა ჩონჩხებსაც რო შევქნი გაჩვენებ ხოლმე და კი ბატონო ნახოთ რა იქნება აჯო სტუდიო ეს ქუთაისში მაქვს ეხა და ასე თუ ისე მადლობა ღმერთს მაქვს პატარა საშუალება. ჰა? ჰოროსკოპით. ტუპები. აი მაგას უყურებდი ხა გახატია ხო? გამარჯობა. იცი რა ვარ ჰოროსკოპი? ტუპები. 31 მაისი. მე 4 ივნისი. არ ვიცი, ამდენი მსგავსება, ჯერ თავიდან როგორ დავიწყეთ ის მსგავსება. იმიტომ ხარ ესეთი ნიჭიერი. შეიძლება სისხლის ნათესავებით. ხარ ხო არ ემოდე. იმიტომ ხარ უყურებდი იმას სტატუსს და იმიტომ ხარ ესეთი ნიჭიერი კაციც, იმიტომ თორე აბა ეხა ესე ნიჭიერები და აუტანელები ვარ ცოტა. ხო, ნუ ეხა ხო, სადღაც სიზარმაც გვაქვს. აი ხა ბოლოს ვიტყვი რა, რომ მადლობა შენ კიდევ ერთხელ შემოძმა რომ მომიწერე. მადლობა შენ ქუთაისიდან რომ ჩამოხვიდე. აბა რა, და წარმატებებს გისურვებ და უკეთეს აპარატურასაც გისურვებ, ბევრად, იმიტომ რომ ხო იცი ეს ვითარდება სულ. რა თქმა უნდა. და უკეთეს კამერას, უკეთეს ხარისხს, უკეთეს კიდე ესე ძალიან კაი გარემოა, სადაც ვართ, უკეთესებს გულისხმობ და ძალიან გამიხარდება უკეთესი და აბა რა ძალიან გამიხარდება შენ წარმატება და წინსვლა რა მოკლედ გაიხარა შენს მადლობა რომ ჩამოხვედი აუცილებლად გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო რაც შეიძლება მეტი კომენტარები და პირველ რიგში აი ხომ ასუ მაგას ხომ აიც უყურებ ლაიქი მეტი ლაიქი რაც შეიძლება რა რომ აი გავარდეს რომ მეტი სტიმული მქონდეს რა კი აბა რა ეგ აუცილებელია და რავი მეც ჩემს პირველ რიგში ჩემს აი ხა თბილისში ხო ვარ ჩემს ქალაქს მოვიკითხავ აქედან ქუთაის აი რა ვიცი შეიძლება ხანახან მომამეტებ, მაგრამ უზომოდ მიყვარს და იქ ვარ ჩემთვის არის სამოქალაქი უყვარს. არა, ნუ ართან მთლიანად საქართველოს ჩემი ქვეყანა მიყვარს 200-ზე არ არის. მაგრამ აი ქუთაისში რო ვარ, აი თევზის წყალში ხო იცი ეს აი ზუსტად ეგრე ვარ და ნუ მიყვარს ჩემი ქალაქი და ყველაფრის კეთება იქ მიყვარს მოკლედ რა. ჭარტყი. გენაცვალე, როგორც თემოითხო და თემოსაც მოკითხვა. ეგ არის. ესეც უნდა დაითრიო თემოდან ეს. თულსა ჩოხდები, მაგრამ ვეცდები მანამდე დავტოვო კარგი სახელი, რომ მომიგონონ როგორც ქვეყნის ღირსეული ქართველი. Yeah. Yeah.